რუსეთში რაღაც უზარმაზარი აფეთქდა. ჩვენ გონია, რომ ამას ბოლო დროს ხშირად ვამბობთ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ინტენსიური გახდა უკრაინის გრძელდისტანციური კამპანია. მაგრამ ეს დარტყმა განსხვავებული იყო. რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ახლახან განადგურდა. რაც არა მხოლოდ იმ სიმსაწვავის კრიზისზე აისახება, რომელსაც რუსეთი უკვე ებრძვის, არამედ ქვეყნის სხვა მრავალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც. უკრაინის დარტყმა იდეალური იყო. 2500 კილომეტრის გავლამ ზუსტით დარტყმა შესაძლებელი გახადა, რომელმაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაანადგურა. და თუ ეს ყველაფერი საკმარისად დამამცირებელი არ იყო, რუსეთმა ბრძოლაში თავისი საუკეთესო გამანადგურებელი თვითმფრინავი გაგზავნა, მაგრამ მან ვერაფერს მიაღწია უკრაინის დრონების შეჩერების მცდელობისას. 7 ივლისს Business Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის დრონებმა 1000-ობით კილომეტრი დაფარეს და დასავლეთ სიბირის ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. გამოცემის ინფორმაციით დაფარული იყო 2500 კილომეტრზე მეტი საჰაერო სივრცე, რაც დაახლოებით იგივე მანძილია, რაც ლოს-ანჯელესსა და ჰიუსტონს შორისაა. და ეს არის 2500 კილომეტრი, რომლის განმავლობაშიც რუსეთის საჰაერო თავდაცვამ სცადა, მაგრამ ვერ შეძლო უკრაინის შეჩერება. შედეგი იგივეა, რაც აქამდე უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული თავდასხმების დროს ვნახით. Xhelanova Plus-ის Telegram არხზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ამოდის უზარმაზარი შავი კვამლი ობიექტიდან, ხოლო ფონზე ისმის საჰაერო თავდაცვის სროლის ხმა. ყველა მიცით რას ნიშნავს კვამლი. ამჟამად ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უკრაინის დრონებმა პირდაპირ დარტყმები მიატენეს ობიექტს, რომელიც იმდენად შორს მდებარეობს, რომ რუსეთს არასდროს უნდა ეფიქრა საფრთხე შეექმნებოდა. ეს ყველაფერი შეიცვალა. უკრაინას ახლა რეკორდული შესაძლებლობების მქონე დრონები აქვს. ომსკის ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი ჩუმად შეინარჩუნოს. რეგიონის გუბერნატორი ვიტალი კოცენკომ მხოლოდ დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს ობიექტს, თუმცა ხანძრების შესახებ არაფერი უთქვამს. ამის ნაცვლად მან განაცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა, რაც რუსეთისთვის კარგი ამბავი არ არის, არამედ უფრო იმ სიზუსტის დემონსტრირებაა, რომელსაც უკრაინის დრონები აღწევენ. კოცენკომ ასევე მოუწოდა მოსახლეობას არ მიახლოებოდნენ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებს, რითაც გააგრძელა ძველი რუსული გამარხლება, თითქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ზიანს უკრაინის დრონები კი არა, სხვა რამ აყენებს. რუსეთის საერო თავდაცვა ყველაფერს ჩამოაგდებს და უბრალოდ ასე ხდება, რომ ნამსხვრევები ზუსტად იმ ობიექტებს ხვდება, რასაც უკრაინა მიზნად ისახავს. ეს ყველაფერი დიდი დამხვევაა. და ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შემთხვევაში უკრაინის დრონის ნამსხვრევი კიდევ უფრო ზუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივ. დიდი ობიექტების, მაგალითად ნავთობის საცავების ნაცვლად, უკრაინას ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს. ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მდებარე LU-11-ის ძირითადი ნავთობის გადამამუშავების გადამამუშავებელი დანადგარი, რომლის პროექტული სიმძლავრე წელიწადში 8.4 მილიონ მეტრულ ტონაზე მეტ ნედლ ნავთობს შეადგენს, მთავარი სამიზნე იყო. თუ იმ გადამამუშავებელ დანადგარს გაანადგურებ, აღარ არის საჭირო ომსკის დანარჩენი ნაწილი დაცვა. ის უბრალოდ ვეღარ იმუშავებს სრულ სიმძლავრეზე, რადგან მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანადგარი ცეცხლმოგიდებული ნანგრევი იქნება. და სწორედ ეს დანადგარია ის, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ზუსტი დრონის ნამსხვრევები მოხდა. ხუმრობთ. რეალურად რუსეთის საჰაერო თავდამ ვერ იმუშავა. უკრაინის დრონებმა ომსკში გაარღვიეს თავდაცვა და ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ახლახან დაკარგა მთელი ობიექტის ყველაზე ძვირფასი დანადგარი. ეს შედეგი ნამდვილად საამაყოა, მაგრამ განსაკუთრებულს ამ თავდასხმას მხოლოდ ის ახდის, თუ რა ტიპის დანადგარს დაარტყა უკრაინა. არის კიდევ ორი მიზეზი, რის გამოც უკრაინა იზეიმებს და პუტინის გარემოცვა იტირებს უკრაინის ამ ქმედებაზე. და ერთ-ერთი მათგანი რეკორდულია, მაგრამ ამასაც მიუბრუნდებით. პირველ რიგში ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია მთელ რუსეთში. კიევის ინდეპენდენტის ინფორმაციით ეს არის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში წარმოების მოცულობის მიხედვით და მას შეუძლია წელიწადში 21 მილიონ ტონაზე მეტი ნედლი ნავთობის გადამუშავება. ეს მაჩვენებელი გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს ELOU-AVT თესტმეტზე განხორციელებულ დარტყმაზე. უკრაინამ გაანადგურა დანადგარი, რომელიც პასუხისმგებელია ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წლიური წარმოების თითქმის ნახევარზე. და ახლა როცა იცის, რომ მის დრონებს თავისუფალი გზა აქვთ რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდე, უკრაინა თითქმის აუცილებლად გააგრძელებს მოქმედებებს. ორმაგი და სამმაგი დარტყმები უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული თავდასხმების ნიშანი გახდა. ასე რომ გონია მალე ომსკის ისევ დაწვის შესახებ ვიდეოს გავაკეთებთ. უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, სამხედრო თვალსაზრისით ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის მნიშვნელოვანია. ქარხანა აწარმოებს საწვავის ფართო სპექტრს, სავარაუდოდ ბენზინს, დიზელსა და ავიაციის საწვავს, რომელსაც იყენებენ ტანკები, ჯავშანმანქანები და საბრძოლო თვითმფრინავები. და რა თქმა უნდა, სამოქალაქო პირებიც. რუსეთ არ გაუხარდება, რომ კიდევ ერთი მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გამოვა მწყობრიდან, მაშინ როცა ის უკვე ქვეყნის მასშტაბით საწვავის კრიზისშია, რომელიც უკრაინამ გამოიწვია.
ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ასევე აწარმოებს პეტროქიმიურ პროდუქტებსა და ზეთებს, რომელსაც სამხედროები იყენებენ. და კიევის პოსტის მიხედვით მას აქვს გადამუშავების სიღრმე 99%, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ რუსეთში. როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თითქმის მაქსიმალურ შესაძლებლობებს აღწევს პროდუქციის გამოშვების თვალსაზრისით, რაც რუსეთში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. აღარ არის ასე და ახლოსაც კი არა. მაგრამ ვიდეოს შესავალში ჩვენ გარკვეული თანდევი ეფექტები ვახსენეთ. რუსეთის საწვავის კრიზისზე გავლენა ერთ-ერთი ასეთი ეფექტია და მალე ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ. თუმცა კიდევ ერთი რამ არის, რაც ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას განსაკუთრებულს ხდის. და ეს მილეტანის ანგარიშია გამჟღავნებული უკრაინის ბოლო და ყველაზე შთამბეჭდავ დარტყმაზე. გამოცემა წერს, რომ ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთადერთია მთელ რუსეთში, რომელიც კრეკინგის კატალიზატორებს აწარმოებს. ეს კომპონენტები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სხვა ობიექტებს სჭირდებათ ნავთობის მეორადი გადამუშავებისთვის. კატალიზური კრეკინგი არის პროცესი, რომელიც რთულ ნახშირ წყალბადებს უფრო მარტივ და მსუბუქ მოლეკულებად აქცევს. საწვავის მწარმოებლები ამ პროცესს იყენებენ საწვავის პროდუქტების, როგორიცაა ბენზინი და ნავთი, როგორც რაოდენობის, ასევე ხარისხის გასაუმჯობესებლად. თუ რუსეთმა დაკარგა ცდომა თავის კრეკინგის კატალიზატორებზე, მან ასევე დაკარგა მაღალი ხარისხის საწვავის წარმოების უნარი. ეს ცუდი ამბავია მილიონობით რუსული ძრავისთვის, რომლებიც უფრო მეტად დაზიანდება, რადგან ხალხს მოუწევს დაბალი ხარისხის საწვავის გამოყენება. ეს შეიძლება მცირე პრობლემა იყოს, მაგრამ ეს იმ პრობლემების გროვას კიდევ ერთ პრობლემას ამნემასამატებს, რომელიც ახლა პუტინს აწვება. ეს ყველაფერი უკვე შთამბეჭდავია. თუმცა ჩვენ გითხრათ, უკვე მოგეცით მინიშნება მანძილზე საუბრისას. 2500 კილომეტრი მხოლოდ უპილოტო აპარატისთვის გასავლელი გამორჩეული მანძილი არ არის. ეს არის ყველაზე დიდი მანძილი, რომელიც რომელიმე უპილოტო აპარატს გაუვლია და შემდეგ წარმატებული დარტყმა განუხორციელებია უკრაინის ომში. United OT4 მედია ამხელს, რომ უკრაინის უპილოტო აპარატებს აქამდე ასეთი მანძილი არასდროს გაუვლიათ და არსებობს შესაძლებლობა, რომ 2500 კილომეტრი შეფასების ყველაზე დაბალი ზღვარია. როგორ? ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინის საზღვრიდან პირდაპირ ფრენით 2500 კილომეტრში მდებარეობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ ამ იერიშისთვის გამოყენებული უპილოტო აპარატები პირდაპირ საზღვრიდან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდე გაფრინდებოდნენ. ყველაზე დიდი ალბათობით მათ მოუწევდათ ნაკლებად პირდაპირი მარშრუტით ფრენა, რათა რუსეთის სააერო თავდაცვა აეცილებინათ. რაც ნიშნავს, რომ რეალურად დაფარული მანძილი შეიძლება 3000 კილომეტრზე მეტი ყოფილიყო. როგორც არ უნდა იყოს, ეს მსოფლიო რეკორდია. უკრაინამ გააუმჯობესა წინა რეკორდი 1800 კილომეტრისა, რომელიც მან 2025 წლის აგვისტოში ვორონეჟ ემის ჰორიზონტს მიღმა რადარზე თავდასხმისას დაამყარა. უკრაინამ საკუთარი მოქმედების რადიუსი მინიმუმ 30%-ით გაზარდა, ითხოვინება United 24 მედია. რუსეთისთვის ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. უკრაინის დარტყმის რადიუსი კიდევ უფრო გაიზარდა და თითქმის არაფერი არის უსაფრთხო უკრაინის დრონებისგან. თუ პუტინმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ამოსული კვამლის სიგნალი ვერ გაიგო, მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იერიშის შემდეგ ეს სრულიად ნათლად თქვა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიბირიც კი ახლა უკვე უკრაინული ზუსტი დარტყმებისთვის მისაწვდომია და აღნიშნა, რომ უკრაინამ ახლა დაამყარა რეკორდი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამამდე ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონებისთვის მიუწვდომელი იყო. ეს საინტერესო საკითხია. გასათვალისწინებლად, უკრაინას ომსკზე დარტყმის შესაძლებლობა აქამდე არ ჰქონდა. და მაინც, როგორც მალე გაიგებთ, უკრაინამ ამ თავდასხმისთვის ისეთი ტიპის დრონი გამოიყენა, რომელიც მისი ღრმა დარტყმების კამპანიის განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც ჩანს, ეს წინააღმდეგობა არა. დრონი, რომელიც უკრაინამ უკვე გამოიყენა, სწორედ ის ტიპის დრონი იყო, რომლითაც მან დარტყმა მიაყენა მანძილზე, რომელიც აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა. რა ხდება? ახლავე გეტყვით, მაგრამ მანამდე ეს არის სამხედრო შოუ. თუ ჯერ არხზე არ ხართ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ ღილაკს, სანამ ვიდეოს დაუბრუნდებით. დრონი, რომელიც უკრაინამ გამოიყენა ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასათქმელად, იყო FP1, რომელსაც კომპანია Firepoint აწარმოებს და რომელიც უკრაინის არსენალში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შორმანძილზე მოქმედ დრონად ჩამოყალიბდა. ეს დაადასტურა Firepoint-ის დამფუძნებელმა დენის სტაილმენმა, რომელმაც X-ზე დაწერა. ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეხვდა ახალ FP1-ის და გააზიარა ვიდეო, სადაც ნაგებობიდან კვამლი ამოდის. მაგრამ მოიცადეთ ერთი წამით. FP1 ხომ ვერ დაფრინავს 2500 კილომეტრზე ან მეტზე, ხომ ასეა? არასწორია. Firepoint-ის დამფუძნებელმა პატარა მინიშნება მოგცა იმაზე, თუ რა დაარტყა რუსეთს, როცა ახსენა ახალი FP1. უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელდისტანციური დრონი შთამბეჭდავად განვითარდა მას შემდეგ, რაც პირველად გამოიყენეს. საწყისი მოდელი ნამდვილად ვერ შეძლებდა ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმას. მას მხოლოდ 1600 კილომეტრის დაფარვა შეეძლო, რაც მაინც შთამბეჭდავი მანძილია, თუმცა სიბირეს მიუწვდომელს ხდის. თუმცა Firepoint-მა ამ დრონის მოდიფიცირება დაიწყო და რაღაც განსაკუთრებული შექმნა.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მართვის გამოყენებით ახალი FPFP-1 შეუძლია 2700 კილომეტრის დაფარვა. საინტერესოა თუ United 24 მედიის ვარაუდი დრონის ომსკამდე არაპირდაპირი მარშრუტით ფრენაზე მართებულია. მაშინ Firepoint-მა შესაძლოა FPFP-1 კიდევ უფრო შორს გასაფრენად გაუმჯობესა. თუმცა FPFP-1 სრულყოფილი მაინც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მას ძლიერი დათქმა აქვს და შორს შეუძლია ფრენა, მისი მაქსიმალური სიჩქარე მაინც მხოლოდ 205 კმ/სთ. ეს საკმარისად ნელია იმისთვის, რომ საჰაერო თავდაცვამ, რომელმაც დრონი აღმოაჩინა, გაანადგუროს იგი, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. ის ასევე საკმარისად ნელია იმისთვის, რომ რუსეთს შეეძლოს თავისი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავი გამოიყენოს FPFP-1-ის წინააღმდეგ. სწორედ ეს გააკეთა რუსეთმა ომსკში. რუსეთმა გაგზავნა ულტრამოდერნული, თითქოს და მეხუთე თაობის Su-57, რათა შეეჩერებინა უკრაინის მიერ რუსეთში ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე გაგზავნილი FP-1-ები. ამ ბრძოლაში Su-57-სა და FP-1-ის შორის მხოლოდ ერთი გამარჯვებული შეიძლებოდა ყოფილიყო. FP-1, მოიცადეთ. რა? კიდევ უფრო დიდი დამცირება ვიდრე ის, რომ უკრაინის დრონებს 2500 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლიათ. პირველ რიგში რუსეთმა გაგზავნა ის, რაც სავარაუდოდ მისი საუკეთესო გამანადგურელი თვითმფრინავია, რათა დრონების პრობლემას გამკლავებოდა. მაგრამ ამ თვითმფრინავმა სრულად ვერ შეძლო უკრაინის მიერ ომსკის ნავთობგადამამუშავებელზე პირდაპირი დარტყმის აღკვეთა. Su-57 ითვლება ძლიერ თვითმფრინავად, რომელსაც დრონის განადგურება წამებში შეუძლია. მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული მეხუთე თაობის გამანადგურებელი ვერ შეასრულა ის ელემენტარული ამოცანა, რაც რუსეთს მისგან სჭირდებოდა. ამ ინფორმაციას ავრცელებს Militarmy, რომელიც იუწყება, რომ Su-57 ომსკის ცაზე შენიშნეს უკრაინის მიერ ომსკის ნავთობგადამამუშავებელზე თავდასხმის დროს. ეს უბრალოდ ვარაუდი არ არის. არსებობს ვიდეო კადრები თვითმფრინავის ფრენიდან, რაც მიუთითებს, რომ რუსეთმა სცადა თავისი მეხუთე თაობის გამანადგურებლის გამოყენება უკრაინის დრონების წინააღმდეგ. არ არსებობს დადასტურება იმისა, შეეძლო თუ არა ეს Su-57-მა რაიმეს ჩამოგდება. შესაძლოა მან 1 ან 2 FP-1 ჩამოაგდო, მაგრამ ვერ შეძლო იმ დრონის შეჩერება, რომელმაც ომსკი დაარტყა. რაც კიდევ უფრო უარესია რუსეთისთვის. ამ Su-57-ის განლაგებაში ასევე მონაწილეობდა რუსეთის E-50U ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და მართვის თვითმფრინავი, რომელიც უნდა მიეწოდებინა ყველა საჭირო მონაცემი Su-57-ის პილოტისთვის, რათა უკრაინის დრონები ჩამოეგდო. მაინც Su-57-მა ვერ გაართვა თავი. რუსეთის ორი ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავი ვერ შეძლო უკრაინული დრონების შეჩერება, რომლებიც მათი მაქსიმალური სიჩქარის მხოლოდ მცირე ნაწილით მოძრაობდნენ. Su-57-ის განლაგების კადრები მიუთითებს, რომ მისი ომსკის ცაზე ყოფნა უბრალოდ უცნაური დამთხევა არ იყო. Su-57 ისეა დაპროექტებული, რომ მისი იარაღები შიდა განყოფილებებში ინახება, რაც ეხმარება თვითმფრინავს რადარული ხილვადობის დაბალ დონეზე შენარჩუნებაში. თუმცა ონსკში შემჩნეული Su-57 აღჭურვილი იყო გარე საკიდებით, რათა იარაღი სწრაფად გამოეყენებინათ ნებისმიერი დრონის აღმოჩენის შემთხვევაში. კერძოდ, Su-57-ის აქვს R-74M2 ტიპის რაკეტები, რომლებიც საჰაერო მართვადი იარაღებია და სრულიად საკმარისია FP-1-ების გასანადგურებლად. ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა. და ეს გვიჩვენებს, რომ Su-57 საერთოდ არ არის ისეთი, როგორცაც მას წარმოაჩენენ, თუნდაც თითქოს და გაუმჯობესებული იყოს იმისთვის, რომ რუსეთმა დრონების აღმოჩენასა და განადგურებაში გამოიყენოს. მიზეზი, რის გამოც პუტინი ახლა სირცხულით თავს დახრიდა, თუ სირცხულის შეგრძნება ექნებოდა ისაა, რომ მან Su-57 მსოფლიოს საუკეთესო გამანადგურებელ თვითმფრინავად გამოაცხადა. ეს ჩვენი საუკეთესო თვითმფრინავია. არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საუკეთესო მსოფლიოში. ყველა ოპერაციული მახასიათებლით და შეიარაღებით, არც ერთი სხვა თვითმფრინავი ვერ დაფრინავს ისე კარგად, როგორც ჩვენი თვითმფრინავი, თქვა პუტინმა 2019 წელს. როგორც ჩანს, FP-1-ის უკეთ შეუძლია ფრენა. მას მაინც შეუძლია იმდენად კარგად ფრენა, რომ რუსეთის ეგრეთ წოდებულ მსოფლიოში საუკეთესოს თავი აარიდოს. გადაც გვაფიქრებინებს, რომ Su-57-ს ყველაფერი ცოტა არასწორად წაუვიდა. ეს თვითმფრინავი უკვე გამოეშკარავდა როგორც ნამდვილი მეხუთე თაობის გამანადგურებლის სტანდარტებიდან საკმაოდ შორს მყოფი. მისი ძრავები უბრალოდ Su-27-ში არსებული ძრავების განახლებული ვერსიებია, როგორც ამას ახალი უკრაინის ხმა აღნიშნავს. ეს გავლენას ახდენს თვითმფრინავის უხილაობის შესაძლებლობებზე, რადგან ძრავას არ აქვს საქშენი, რომელიც ამცირებს სითბოს გამოყოფას, რის გამოც მას უფრო დიდი რადარის ანაბეჭდი აქვს, ვიდრე დასავლური წარმოების მეხუთე თაობის გამანადგურებლებს. საუკეთესო შემთხვევაში Su-57 ოდნავ უფრო განვითარებული მეოთხე თაობის თვითმფრინავია. უარეს შემთხვევაში კი, რაც ეხლა ხამნახეთ, რუსეთის საუკეთესო გამანადგურებელ თვითმფრინავს FP-1-ის შეჩერება არ შეუძლია. ასე რომ რუსეთს პრობლემა აქვს თავის Su-57-თან. მაგრამ ნამდვილი პრობლემა გვაბრუნებს იმაზე, რასაც უკრაინამ ცოტა ხნის წინ დაარტყა. ომსკი კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელსაც სულ მცირე მნიშვნელოვნად შეუმცირდა სიმძლავრე. და რაც ამ დარტყმამ გვაჩვენა, უკრაინის უახლესი დრონების საოცარი მანძილის გარდა არის ის, რომ კამპანია რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, მხოლოდ უფრო ინტენსიური ხდება. Business Insider-ის მიხედვით, უკრაინა აცხადებს, რომ მარტის შემდეგ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე 50-ზე მეტი შეტევა განახორციელა.
ამ შეტევებმა რუსეთის საერთო ნავთობის გადამამუშავებელი სინძლაურის დაახლოებით 42%-ზე მოახდინა გავლენა და ეს აშკარად აისახება წარმოებაზე. ამჟამად მთელ რუსეთში საწოვის რაციონირება მიმდინარეობს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით ბენზინის წარმოება 17%-ით შემცირდა და დღეღამეში 850,000 ბარელს შეადგენს. ეს შეიძლება ბევრი ჩანდეს, სანამ გააცნობიერებ, რომ ზაფხულში რუსეთის შიდა მოთხოვნა ბენზინზე დღეში 100,000 ტონას აღწევს. დღეში 25,000 ტონით ნაკლები ბენზინია და ეს ყველაფერი უკრაინის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ბრალია. Financial Times კიდევ უფრო მეტი ციფრი აქვს. Financial Times წერს, რომ უკრაინამ 2026 წლის დასაწყისიდან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მინიმუმ 194 დარტყმა მიაყენა, რაც 11-ჯერ მეტია ვიდრე ასეთი ტიპის დარტყმების რაოდენობა, რომელიც უკრაინამ 2025 წლის პირველ 6 თვეში განახორციელა. რუსეთი ამტკიცებს, რომ წლის პირველ ნახევარში თავის ტერიტორიაზე 63,933 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. მათ შორის მხოლოდ ივნისში რეკორდული 17,832 დრონის ჩამოგდება მოახერხა. ჩვენ ვიცით, რას გულისხმობს რუსეთი ჩამოგდებაში. ეს უბრალოდ იმ დრონების რაოდენობა, რომლებიც უკრაინამ გაუშვა. ბევრმა მათგანმა მიზანს მიაღწია, მაგრამ რუსეთი მაინც ამტკიცებს, რომ ისინი ჩამოაგდო. აქ ჩვენ ხედავთ ხმა დარტყმების კამპანიას, რომელიც იმდენად ინტენსიური გახდა, რომ რუსეთს შიგნიდან პარალიზებას უკეთებს. საწოვის დეფიციტი, რომელზეც ვსაუბრობდით, ყველგანაა გავრცელებული. CNN-ის ინფორმაციით ეს პრობლემა რუსეთის ყველა 11 დროის სარტყელს მოიცავს, რადგან რუსეთის 83 რეგიონიდან თითქმის ყველა საწოვის დეფიციტს განიცდის. რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება, რადგან ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები უკონტროლო ხდება. საწოვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში იმდენი დამწვარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს, რომ იძულებულია საწოვი, რაც შეიძლება მეტი წყაროდან შემოდან შემოიტანოს. კრემლის პრესპიკერმა დმიტრი პესკოვმა ეს მიდგომაც კი დაადასტურა და ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. თუ შეთანხმებები მიღწეული იქნება მისაღებ ფასებზე, იმპორტი გაგრძელდება. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა რუსეთმა აკრძალა ბენზინისა და ავიაციის საწოვის ექსპორტი და როგორც ჩანს, იგივე აპირებს დიზელზეც. სარატოგას ფონდის ინფორმაციით, რუსეთისთვის ტრადიციული მომწოდებლები, როგორიცაა ბელარუსი და ყაზახეთი, საკმარის საწოვს არ აწარმოებენ, რომ რუსეთის მარაგებში მზარდი დეფიციტი შეავსო. Reuters-ის ინფორმაციით, ინდია განიხილება როგორც პოტენციური იმპორტიორი, რადგან რუსეთი ცდილობს 400,000 ტონა ბენზინის მოპოვებას დეფიციტის შესამცირებლად. მაგრამ არც ერთი ეს საგანგებო ზომა არ ცვლის ერთ მარტივ ფაქტს. რუსეთს თავისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაცვა არ შეუძლია. ქვეყნის მოძველებული საჰაერო თავდაცვის სისტემა წლების განმავლობაში უკრაინული დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად დასუსტდა. და ახლა აღარ არის საკმარისი სისტემები და რაკეტები, რომ დაიცვას მაღალი პრიორიტეტის ობიექტები, მაგალითად რუსეთის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ომსკი უნდა ყოფილიყო დაცული რუსეთის საუკეთესო საჰაერო თავდაცვის მრავალფენიანი სისტემებით. ამის ნაცვლად, ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაცვის ვიდეოში მხოლოდ მიმოფანტული სროლა ვიხილეთ და წარუმატებელი SU-57-ის გაფრენა, რაც ბევრად მეტ საჩვენებს, ვიდრე პუტინს სურს იცოდეს იმ თვითმფრინავის რეალურ მდგომარეობაზე, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოდ აცხადებს. თქვენ შეიძლება გონიათ, რომ უკრაინის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების კამპანიის ასეთი მასშტაბურობა პუტინს დააფიქრებს იმაზე, რომ იქნებ, უბრალოდ იქნებ. დროა მოლაპარაკებები დაიწყოს მის მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად. მაგრამ ჯერჯერობით პუტინის საუკეთესო მიღწევა მხოლოდ ბუნდოვანი აღიარებაა რუსეთში მზარდი ნავთობისა და საწოვის კრიზისების შესახებ, რადგან ის ცდილობს დრო იყიდოს გარდატეხისთვის, რომელიც არ მოდის. მაინც უკრაინა დარტყმებს გააგრძელებს. მისი მიზანია შეცვალოს პუტინის ომის გათვლა, რათა გააცნობიეროს, რომ მისი შეჭრა ყოველდღიურად უფრო მეტ ზიანს აკენებს რუსეთსა და მის ხალხს. პუტინმა აგრესიით უპასუხა. მისი მშვიდობის მოთხოვნები კიდევ უფრო მაქსიმალისტური გახდა და ახლა ის მოითხოვს, რომ უკრაინამ დაათმოს თავისი სამხრეთი ტერიტორია და დონბასიც. მაგრამ ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანის მოთხოვნები, რომელსაც ესმის, რომ მისი დრო იწურება. რუსეთის ლიდერმა ახლა ხამიხილა, როგორ დაარტყეს უკრაინის დრონებმა რუსეთში 2500 კილომეტრზე მეტ სიღრმეში. ეხლა ის ფიქრობს, რა იქნება შემდეგი. უკრაინას აქვს სამიზნეების დიდი არჩევანი და უამრავი დრონი, რომ დაარტყას თითქმის ყველაფერს, რაც სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რუსეთში. პუტინის სასოწარკვეთილი წინააღმდეგობა კრახში მყოფი ლიდერის ბოლო ამოსუნ თქვა და ეს შეიძლება მისი დაცემის მიზეზიც გახდეს. აი თქვენთვის ერთი კითხვა მაქვს. თუ გყავთ გემების ფლოტი და ებრძვით მტერს, რომელსაც საზღვაო ძალები არ ყავს, რას გააკეთებდით? თუ რუსეთი ხარ, მაინც დააგეთ. 4 წლიანი საზღვაო დამცირების შემდეგ უკრაინის მხრიდან რუსეთს ალბათ ეგონა, რომ საქმე უფრო აღარ გაუარესდებოდა. რუსეთი შეცდა. უკრაინისთვის ეს იყო დიდი ღამე, როცა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის არმადა გადაიქცა ყველაზე საცოდავ წყალქვეშა ნავების კრებულად, რაც კი წარმოგიდგენიათ. 10 გემი განადგურებულია. ხამით განხორციელებული გამანადგურებელი შეტევად. ეს მხოლოდ უკრაინის სასიკვდილო შეტევა არ იყო, ეს იყო გზავნილი პუტინისთვის, რომ მისი ვერც ერთი გემი ვეღარასდროს იქნება უსაფრთხო.
ჩრდილოვანი ფლოტი ტოვებს ჩათს, გამოაცხადა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროუდიმ ტელეგრამის პოსტში. ეს გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც უკრაინის დამანგრეველმა დრონების ოპერაციამ თავდაპირველად გაანადგურა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი. შემდეგ კი ბარემ კიდევ 2 გაანადგურა. ჰაერსა და ზღვაზე ბრძოლამ 7 ივლისის ღამეს თევზჭერის ინდუსტრიულ მასშტაბს მიაღწია. 8 ტანკერის ჯგუფის აწვავით, ერთი მშრალი ტვირთმზიდი და ერთი ბორანი ბროუდიმ გაამხილა და დაამატა. საწვავის ავზები მძიმედ დაზიანებულია, იწვის. თავისუფლების მოყარე უკრაინული ფრინველების, SBS-ის, ციდან დაწესებული სანქციები ძალაშია. და აი ასე, ჩვენ შევიტყვეთ იმაზე, რაც შეიძლება ყველაზე შთამბეჭდავი საზღვაო ოპერაცია იყოს, რომელიც უკრაინამ განახორციელა რუსეთთან ომის დროს. უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც ტრადიციული საზღვაო ფლოტი არ აქვს. რამდენიმე საპატრულო გემისა და ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდის გარდა, უკრაინას არ ყავს საბრძოლო გემები, რომლებსაც შეუძლია რუსეთის ფლოტს დაუპირისპირდეს. მაგრამ მას ეს არ ჭირდება. როგორც არაერთხელ გვინახავს, უკრაინის საჰაერო სანქციებმა ზიანი მიატენა და რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ არც შავი ზღვა და აზო და არც აზოვის ზღვა უსაფრთხო არ არის მისი არც ერთი გემისთვის. რა ძლიერი შეხსენება იყო ეს. აი დეტალები. ყველა საწვავის ტანკერი, რომელსაც უკრაინის დრონებმა დაარტყეს 7 ივლისამდე, საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება. თითოეულის ტვირთამწეობა დაახლოებით 7000 ტონაა. აშენებულია 2006-2016 წლებში და სიგრძეში დაახლოებით 140 მეტრია. ეს ერთგვაროვნება რუსეთს მიერ არალეგალური ნავთობის გადასატანად გამოყენებულ გემებს უკრაინისთვის ადვილად შესამჩნევს ხდის. ასევე ჩანს, რომ ეს არ არის ის უზარმაზარი ტანკერები, რომლებიც საერთაშორისო რეისებს ასრულებენ იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსულ ნავთობს დიდი ფასტაკლებით ყიდულობენ. ამ გემებს სხვა როლი აქვთ და მალე ამაზე ვისაუბრებთ. მანამდე ჩამონათვალი. 8 ტანკერი, რომელიც უკრაინამ გაანადგურა, იყო სანარ 1, სანარ 1-7, 1-7 ვენუს, 3 ტეტი, კლიმენა, პენელოპე, ალექსეი სავრასოვი და MS ივან ჩერმისინოვი. ბროდსკი ამაზე საუბრობს. ეს 8 და რამდენიმე საათის შემდეგ ბროდსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კიდევ 2 ტანკერი დაამატა, ჯამში 10 გახდა. დაამატეთ ის ბორანი და მშრალი ტვირთმზიდი, რომლებიც ბროდსკიმ თავის პირველ პოსტში ახსენა და მიიღებთ ზუსტად 12 რუსულ გემს, რომლებიც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა წყალქვეშა ნავებად აქციეს. ეს ჩვეულებრივი თავდასხმა არ ყოფილა. ეს იყო ზუსტი, კოორდინირებული და მომაკვდინებელი. შეტყობინება, რომელიც პუტინს და მის გარემოცვას გაეგზავნა იმის შესახებ, რომ ტანკერები და ბორანები, რომლებიც მან სანქციების თავიდან ასაცილებლად ჩრდილოვანი ფლოტის გემებად აქცია, ახლა სამიზნეებია, როცა კი უკრაინის დრონების მოქმედების არეალში ხდებიან. ეს იყო რუსული ლოგისტიკის სრული განადგურება იმ რეგიონში, სადაც პუტინს განსაკუთრებით სჭირდება, რომ ეს ლოგისტიკა მაქსიმალურად შეუფერხებლად მუშაობდეს. და სწორედ ეს დრონები და მათი ოპერატორები იყვნენ ამ შოუს ვარსკვლავები. უკრაინის სტრატეგია ბრწყინვალე იყო. თავდასხმის ამსახველი კადრები ერთსა და იმავეს აჩვენებს ისევ და ისე. დრონი უახლოვდება ტანკერს, მიზანში იღებს ხომალდს, შემდეგ კი ეშვება და ფეთქდება. ხშირად ხედავთ, რომ ხომალდები, რომლებზეც ეს დრონები თავდასხმას ახორციელებენ, უკვე ცეცხლშია გახვეული. ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინამ დრონების როი გამოუშვა. აქ ერთი დრონი თითოეულ ხომალდზე არ იყო გამოყენებული. უკრაინამ მრავალჯერადი დათმები განახორციელა, რათა გაანადგურებინა ტანკერები, რომლებიც რუსეთის საომარი მანქანისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ ვიდეო კადრები კიდევ ერთ რამესაც გვიჩვენებს, როგორც ამას Defense Express აღნიშნავს, უკრაინის დრონების იერიშების მიმოხილვაში. უკრაინის მიერ გამოყენებულ თითოეულ დრონს კონკრეტული სამიზნე ჰქონდა იმ ხომალდებზე, რომლებზეც ისინი დაესხნენ თავს. მათ გემბანზე და ნაგებობებს დაარტყეს, რაც ნიშნავს ნებისმიერ დახურულ ნაგებობას, რომელიც გამოდის ხომალდის ზედა გემბანზე. გემბანზე და ნაგებობები გამოკვეთილია და ხშირად ორივე მხრიდან ბრტყელი გემბანი აკრავს, რაც მათ აშკარა სამიზნედ აქცევს დასარტყმელად. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? Defense Express-ის მიხედვით, თვით ტანკერის გემბანზე და ნაგებობებზე შეტევა ნიშნავს, რომ დრონები ცდილობდნენ ერთდროულად გაენადგურებინათ თითოეული ხომალდის ხიდი, ძრავის ოთახი და ნავთობის ავზები, რომლებიც ტვირთად გადაჰქონდათ. და ეს იმუშავა. ამას ვხედავთ იმ ცეცხლის ალებიდან, რომლებიც იმ ხომალდებიდან ამოდის, რომლებიც უკრაინული დრონების სამიზნეში აღმოჩნდნენ. და შეეხება გამოყენებულ დრონებს, არსებობს გარკვეული ვარაუდები. Defense Express ვარაუდობს, რომ უკრაინამ FP2 ტიპის დრონები გამოიყენა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებზე. ეს დრონები, რომლებიც Firepoint-ის მიერ არის დამზადებული, ნამდვილად შესაფერისია ამ ამოცანისთვის. ეს დრონები, რომლებსაც შეუძლიათ 200 კილოგრამიანი ტვირთის გადატანა და აქვთ 370 კილომეტრის ფრემის დიაპაზონი, შეუძლიათ მიაღწიონ ხომალდებს, რომლებიც საშუალო დარტყმის მანძილზე იმყოფებიან. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი გაშვებულია იმ ხომალდებიდან, რომლებიც უკრაინამ შავ ზღვაში გაგზავნა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უკრაინამ ეს გზა აირჩია. ბროდსკიმ არაფერი გაამხილა იმის შესახებ, რომ FP2 ამ ამოცანისთვის შესაფერისი იქნებოდა. თუმცა ასევე არსებობს ვარაუდი, რომ უკრაინამ შესაძლოა სხვა რამე გამოიყენა. ანალიტიკოსი დენის დავიდოვი არნიშნავს, რომ იმ კადრებიდან, რაც დათმების შესახებ ნახეთ, ჩანს, რომ უკრაინამ არც FP2 და არც უფრო შორ მანძილზე მოქმედი FP1 არ გამოიყენა.
ეს დრონები შეიძლება სხვა რამ იყოს. შესაძლოა ისინი იყენებენ რაიმე სახის მანქანურ ხედვას, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას აქვს ავტონომური დრონები, ავტონომიური დრონები, რომლებიც აზოვის ზღვის თავზე დაფრინავენ და შეუძლიათ მიზნების დაზიანება მინიმალური ჩარევით. ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ რაც ნამდვილად რეალურია, ისაა, რომ 10 რუსული ნავთობის ტანკერი იწვის, 2 დამატებით გემთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ შეასრულა გაფრთხილება, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამ თავდასხმამდე სულ რამდენიმე დღით ადრე გააკეთა. უკრაინის საზღვაო ძალებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურებთან ერთად ის გააკეთეს, რასაც ბევრი შეუძლებლად მიიჩნევდა. რუსეთმა შავი ზღვა დაკარგა და ეს დაიწყო ზმეინის კუნძულის გათავისუფლებით და გაგრძელდა ჩვენი ოპერაციებით რუსეთის ფლოტის, პორტების და ოკუპანტი ძალების წინააღმდეგ ჩვენს ყირიმში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შავი ზღვისა და აზოვის ზღვის რეგიონები ნამდვილად არ იქნება მშვიდობის ადგილი რუსეთისთვის. ითხოვინება UNN 4 ივლისს უკრაინის საზღვაო ძალების დღის წინ. რუსეთს უნდა მოესმინა. უკრაინამ ეს გაფრთხილება სულ რამდენიმე დღეში შეასრულა. აზოვის ზღვაში ვითარება გამწორდა. ეს პუტინისთვის უკვე დიდი პრობლემაა, თუმცა ამის უკან კიდევ ერთი საკითხი იმალება. ხედავთ, საქმე მხოლოდ იმაში არ არის თუ რას დაარტყა უკრაინამ, ან იმაში, რომ ყველა განადგურებული ტანკერი აზოვის ზღვაში დაცურავდა. ზუსტად ის ადგილი, სადაც ეს დარტყმები განხორციელდა, პუტინს ააკანკალებს და რუსეთის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რაც შეიძლება სწრაფად გაქცევის გზას დააძებნინებს. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, შეგახსენეთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. თუ გსურთ მეტი იხილოთ, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ შეტყობინების სარს, რომ პირველებმა ნახოთ ჩვენი ახალი ვიდეოები. ასე რომ ვიცით, რომ უკრაინის გემის ჩაძირვის დარტყმები აზოვის ზღვაში მოხდა. უკრაინას ასევე ოფიციალურად არ გამოუცხადებია დარტყმების ზუსტი მდებარეობა. მაგრამ არ გვჭირდება ეს ინფორმაცია უკრაინიდან მოვიდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის დამანგრეველი შეტევის შესახებ ისაა, რომ თითოეული დაზიანებული ტანკერი დაარტყეს დაახლოებით 15 კილომეტრით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ კერჩის ჩრდილო-აღმოსავლეთით და დაახლოებით 4 კილომეტრით კრონის კონცხიდან, რომელიც ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. ეს დაადასტურა NASA-ს ცეცხლის მონიტორინგის სამსახურმა, რომელმაც დააფიქსირა ძლიერი ალი, რომელიც უკრაინის მიერ დაზიანებული ჩრდილოვანი ფლოტის გემებიდან ამოდიოდა. დამატებითი მტკიცებულებისთვის Defense Express აღნიშნავს, რომ ევროპის კოსმოსური სააგენტოს საჯარო სატელიტური ფოტოები, რომლებიც 6 ივლისითაა დათარიღებული, სწორედ ამ ტერიტორიაზე გემების დიდ შეკრებას აჩვენებს. საზღვაო თვალთვალის სერვისებზე არც ერთი გემი არ ჩანდა, რაც ნიშნავს, რომ მათ ტრანსპონდერები გამორთული ჰქონდათ. ესენი იყო ჩრდილოვანი ფლოტის გემები, თუ საერთოდ რომელიმე გემს შეიძლება ასე ეწოდოს, და მათი მდებარეობა მნიშვნელოვანია, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ისინი ყველა 20 კილომეტრის რადიუსში იყვნენ ქერჩის ხიდთან, რომელიც რუსეთის ოკუპანტებისთვის ერთადერთი სახმელეთო გზაა ყირიმში შესასვლელად და გამოსასვლელად. ისაც ახლახან ვიხილეთ უკრაინისგან არის გაფრთხილება ოკუპანტებისთვის ყირიმში, რომ დროა დატოვონ უკანონოდ ანექსირებული ნახევარკუნძული. ეს არის უკრაინის გზავნილი ოკუპანტებისთვის, რომ მას შეუძლია ქერჩის ხიდზე დარტყმა ისეთივე მარტივად, როგორც იმ სამიზნეების განადგურება, რომლებიც ამ ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. დღეს ეს იყო ჩრდილოვანი ფლოტის გემები. ხვალ შეიძლება თავად ხიდი იყოს. და თუ ეს ხიდი დაინგრევა, ასობით 1000 ოკუპანტი, რომლებმაც 2014 წლიდან ყირიმი თავიანთ სახლად აქციეს, ვეღარ შეძლებენ ნახევარკუნძულიდან გასვლას. ისინი გაჭედილებით არჩებიან და უკრაინა მათ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გადააქცევს. ეს უკვე მეორე გაფრთხილებაა, რომელიც უკრაინამ ქერჩის რეგიონში სულ რამდენიმე კვირაში გასცა. 21 ივნისს უკრაინამ გამოავლინა, რომ მან გაანადგურა სამიზნეები ქერჩის ხიდის ორივე მხარეს. ასევე ხიდის მიმდებარე წყლებში მყოფი რამდენიმე ბორანი, რომლებსაც რუსეთი მარაგების ყირიმში გადასატანად იყენებდა. ბორანების გარდა უკრაინამ დაარტყა საწვავის სატრანზიტო ტერმინალებსა და პორტის ინფრასტრუქტურას, ხიდის ორივე მხარეს, რითაც იგივე გზავნილი გააგზავნა, რომ თავად ხიდით შეიძლება ნებისმიერ დროს დაიბომბოს, როგორც ეს 7 ივლისს მოხდა. რუსეთის საერო თავდაცვის სისტემებმა სრულად ვერ შეძლეს ამ თავდასხმის შეჩერება. იგივე მარცხი ვიხილეთ 10 ტანკერის განადგურების დროსაც. რუსეთს უნდა შეძლებოდა ამ თავდასხმების შეჩერება, ეჩერება. მას აქვს საჰაერო ბაზები ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთის კრასნოდარის მხარეში, რომლებიც უნდა იცავდნენ იმ ხომალდებს, რომლებსაც უკრაინა განაგრძობს დარტყმას კერჩის სრუტეში. მაგრამ ან საკმარისი არ გააკეთეს, ან საერთოდ არაფერი გააკეთეს. სხვათა შორის კიდევ 10 ხომალდია იმავე რეგიონში, რომლებმაც ასევე გამორთეს თავიანთი ტრანსპონდერები, როგორც ის 12, რომელიც უკრაინამ გაანადგურა. თუ უკანონო ყირიმის ოკუპანტებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ ეს მესიჯი, უკრაინა შეიძლება კიდევ ერთხელ მიაწოდოს. წადით ყირიმიდან. ეს გაფრთხილება უკვე ბევრჯერ იქნა მიწოდებული. ივნისის შუა რიცხვებში ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელმა რეფათ ჩუბაიროვმა ეს გაფრთხილება უკრაინის სახელით გააჟღერა და განაცხადა. მინდა განსაკუთრებით მივმართო მათ, ვინც ნახევარკუნძულზე 2014 წლის 27 თებერვლის შემდეგ დასახლდა. თქვენი ყოფნა ყირიმში გაყალბებული რუსული საკუთრების დოკუმენტებით არალეგალურია, როგორც უკრაინის კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლის ყველა ასპექტით.
სანამ ქერჩის ხიდი ფუნქციონირებს, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი დატოვოთ ყირიმი. მალე ეს შესაძლებლობა აღარ იარსებებს. და ეს განცხადებაა ნამდვილად მნიშვნელოვანი. უკრაინა ანადგურებს არა მხოლოდ ჩრდილოვანი ფლოტის გემებს. ის ამას აკეთებს ზუსტად იმ ადგილას, რაც აჩვენებს, რამდენად მარტივად შეუძლია ქერჩის ხიდის დარტყმა თუ მოისურვებს. თუ ეს გაფრთხილებები კვლავ უგულებელყოფილი იქნება, უკრაინა თავს აღარ შეიკავებს და დამპყრობელთათვის წარსვლას შეუძლებელს გახდის. და ამ დამპყრობელებს არ სურთ, რომ ეს შესაძლებლობა გაქრეს. ამ ყველა მდებარეობის ინფორმაციის გათვალისწინებით შეგვიძლია ოფიციალურად ვთქვათ, რომ უკრაინის 7 ივლისის დრონებით თავდასხმები რუსეთის ტანკერებზე იყო ყირიმის იზოლაციის სტრატეგიის ნაწილი, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა წარმატებით ახორციელებს. აპრილის დასაწყისიდან უკრაინამ ტალღა-ტალღის შემდეგ გაუშვა საშუალო მანძილის დარტყმის დრონები, რომლებიც ყირიმში მიმავალი ლოგისტიკური არტერიების წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებენ. ავტოსტრადები და ხიდები, რომლებიც ნახევარკუნძულზე მიდის, ახლა ასობით მომარაგების სატვირთოსა და საწვავის ტანკერის დამწვარი ნარჩენებითაა მოფენილი. ხიდები უკრაინის დარტყმების შედეგად ნაწილებად დაიშალა და ზღვით მომარაგების მარშრუტებიც კი ირღვევა. უკრაინამ გაანადგურა სარკინიგზო ხაზები იზოლაციის კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის ქერჩის ხიდი გახდეს ერთადერთი გზა ყირიმში შესასვლელად და გამოსასვლელად. გაითვალისწინეთ, რომ ეს ხიდი უსაფრთხო გზა ნამდვილად არ არის. უკრაინამ ეს ხიდი რამდენჯერმე დაარტყა, რის გამოც რუსეთმა სამხედრო ტრანსპორტის გადაადგილება ხიდზე შეწყვიტა. ეხლა ეს აკრძალვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რუსეთს შეიძლება ისევ მოუწიოს თავისი სატვირთო მანქანების ქერჩის ხიდზე გადაყვანა, რაც ყველაზე ნაკლებად სურს. ეს არის უკრაინის სტრატეგიის გენიალურობა. საქმე მხოლოდ იზოლაციაში არ არის. საქმეა იმაში, რომ უკრაინა ცდილობს რუსეთს ყირიმში მისასვლელი ყველა ლოგისტიკური გზა გადაუჭრას, რაც ნახევარკუნძულზე მყოფ ოკუპანტებს უგზავნის მესიჯს, რომ პუტინს მათი უსაფრთხოების გარანტია აღარ შეუძლია. პუტინი არის ლიდერი, რომელიც თავის ძლიერი ლიდერის იმიჯზეა დამოკიდებული. ის არის რუსეთის დიდი დამცველი, თუ კრემლის პროპაგანდას მოусმენთ. მაგრამ ეს იმიჯი ზიანდება ყოველ ჯერზე, როცა უკრაინული დრონი ყირიმში ან მის გარშემო სამიზნეს ურტყამს. უკრაინას ახლა კივიმზე მჭიდრო კონტროლი აქვს და ოკუპანტები ტკივილს გრძნობენ. საწვავის დეფიციტი მთელ ნახევარკუნძულზე მძვინვარებს. ბევრ ბენზინგასამართ სადგურს ან საერთოდ არ აქვს საწვავი, ან ინახავს მას სამხედროებისა და საგანგებო სამსახურებისთვის, რის გამოც ადგილობრივები და ტურისტები ვერ გადაადგილდებიან ყირიმში. ყირიმის მასშტაბით ელექტროგენერატორები ნადგურდება, რის გამოც რეგიონულმა გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. საჭმელიც კი პრობლემად იქცა. უკრაინა იუთება, რომ ყირიმის ბევრ სასუსათო მაღაზიაში ძირითადი საკვები პროდუქტები იწურება და ეს ყველაფერი უკრაინის სასტიკი ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიის შედეგია. ასე რომ, როდესაც ვუყურებთ უკრაინის გემების დამანგრეվել 7 ივლისის დარტყმებს, ჩვენ მხოლოდ რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს მიტანებულ გამანადგურებელ დარტყმას კი არ ხედავთ. ჩვენ ხედავთ სტრატეგიის ესკალაციას, რომელიც უკვე მოქმედებდა და ამას ემატება კერჩის ხიდის გაფრთხილება. ეს პატარა გემები სავარაუდოდ საწვავს აწვდიდნენ ყირიმს. ეხლა ისინი ამას ვეღარ შეძლებენ. ისინი იწვის. და თითქოს ამის ხაზგასასმელად, აზოვის ზღვაში დაზიანებული ტანკერები და სატვირთგემები, სატვირთო გემები ერთადერთი სამიზნე არ არის, რომელსაც უკრაინამ დაარტყა. 6 ივლისს Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმზე ხამის შეტევამ რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, რადგან ხელისუფლება ცდილობდა ელექტროენერგიის გადამისამართებას მას შემდეგ, რაც კიდევ რამდენიმე ქვესადგური განადგურდა. ეს გამწყვეტელი განადგურებაა. და მდგომარეობა მხოლოდ უარესდება, რადგან ყირიმის თავდაცვა კიდევ უფრო ინგრევა და უკრაინის დრონები ძლიერდება. რა თქმა უნდა, ვერ დავაიგნორებთ უკრაინის 7 ივლისის დარტყმების კიდევ ერთ ასპექტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მათ ძლიერი დარტყმა მიაყენეს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს. ეს ფლოტი უკრაინისთვის დიდი პრობლემაა. რუსეთის მიერ სანქციების თავიდან ასაცილებლად შექმნილი ეს ფლოტი შედგება ხშირად ძალიან ძველი ტანკერებისგან, რომლებიც ცდილობენ შეუმჩნევლად იმოძრავონ, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს გაატიდოს თავისი ნავთობი, მიუხედავად მძიმე სანქციებისა. ჩვენ ვახსენეთ, რომ ყველა გემს, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, ტრანსპონდერები გამორთული ჰქონდა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ხრიკია მრავალთაგან, მათ შორის სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ ცურვაც, რომელსაც ჩრდილოვანი ფლოტის გემები იყენებენ იმისთვის, რომ გააკეთონ ის, რაც პუტინს სჭირდება. და ეს ხრიკები მუშაობს კიდეც. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის ჩრდილოვანი ფლოტი შედგებოდა მინიმუმ 591 გემისგან, მათ შორის დამხმარე გემებისგანაც. და ის რუსეთს ყოველწლიურად 87-დან 100 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს აძლევდა. ეს ფლოტი რუსეთისთვის ომის მთავარი საყრდენია. და სწორედ ამიტომ ამბობს უკრაინა, რომ 7 ივლისს გახორციელებული დარტყმები სრულიად ლეგიტიმური იყო. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსეი კულებამ ეს არგუმენტი უკვე წამოაყენა წერილში, რომელიც გაგზავნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ტერორისტულ თავდასხმებში რუსეთის კომერციულ გემებზე. ალექსეი კულება ამტკიცებს, რომ ჩრდილოვანი ფლოტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციისთვის ბიუჯეტის შემოსავლების გენერირებისთვის და მისი ომის გაგრძელებისთვის, რაც ისთვის, რაც უკრაინის მიერ დართმულ თითოეულ სანქცირებულ ხომალდს ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. ამასთან ერთად პუტინს რაღა აქვს სათქმელი კომერციულ გადაზიდვებზე.
რუსეთმა უკვე დაარტყა 59 ლეგიტიმურ უკრაინულ სავაჭრო გემს. ასე რომ პუტინმა უნდა გაჩუმდეს უკრაინის მიერ სანქცირებული გემების განადგურებაზე, რომლებიც რუსეთის ომის გაგრძელებას ემსახურებიან. ეხლა მოახდენს თუ არა უკრაინის 7 ივლისის დარტყმა დიდ გავლენას ჩრდილოვან ფლოტზე? არა. ეს დათმები უფრო ყირიმთან დაკავშირებულ გაფრთხილებას ეხებოდა, ვიდრე რუსეთისთვის მილიარდობით დოლარის ზარალის მიყენებას ნავთობის გაყიდვებში. უკრაინამ დაარტყა შედარებით პატარა ტანკერებს, თუმცა ისინი მაინც შეიძლებოდა გამოყენებულიყო შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ნავთობის ყირიმის რეგიონს გარეთ მდებარე პორტებში გადასატანად, სადაც ეს ნავთობი უფრო დიდ გემებზე გადაიტანებოდა. ასე რომ გარკვეული გავლენა ჩრდილოვან ფლოტზეც არის. მაგრამ რაც აქ ნამდვილად მნიშვნელოვანია ისაა, რომ უკრაინამ კიდევ ერთი დარტყმა მიადენა რუსულ საწვავს. ეს უკრაინის ერთადერთი მიზანია. გააკეთოს ისე, რომ რუსეთის ნებისმიერი მცდელობა ნავთობის ან საწვავის ტრანსპორტირებისთვის იყოს დიდი რისკი, მიუხედავად იმისა, სად მიდის ეს პროდუქცია. და როდესაც ამ გემებზე თავდასხმებს უკრაინის მუდმივ შეტევებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე შეუთავსებთ, მიიღებთ ნავთობის განადგურების სტრატეგიას, რომელიც 2026 წელს საბოლოოდ ჩამოყალიბდა. წლის შუა პერიოდში უკრაინამ უკვე თითქმის 200 იერიში მიიტანა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ამ იერიშებიდან ყველაზე შთამბეჭდავი მოხდა ზუსტად 1 დღით ადრე, ვიდრე აზოვის ზღვაში გემებზე თავდასხმა განხორციელდებოდა, როდესაც უკრაინის დრონებმა რეკორდული მანძილით 3000 კილომეტრამდე იფრინეს და სიბირის ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ეს არის მრავალმხრივი კამპანია რუსეთის ნავთობისა და საწვავის წინააღმდეგ და ყირიმში დეფიციტი გვაჩვენებს, რომ ეს მუშაობს. რაც შეეხება პუტინს, ის პირდაპირ შიშით გარბის. რამდენიმე დღით ადრე, სანამ დაახლოებით 12 რუსული გემი აზოვის ზღვაში დაიწვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის მრავალმილიონიანი სუპერიახტა არქტიკის წყლებში გაიქცა. დრონების საწინააღმდეგო ბადეებით აღჭურვილი, სასუწარკვეთილი მცდელობით შეეჩერებინა ის იარაღები, რომლებმაც ახლახან რუსეთის საწვავის ტანკერების დიდი ნაწილი ჩაძირეს. თუ ეს არ ასახავს რუსეთის დიდ დამცველს, მაშინ არაფერი ასახავს. როდესაც ყირიმი ყველაზე დიდ საფრთხეს აწყდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნახევარკუნძული 2014 წელს უკანონოდ მიერთა, პუტინი ბევრად უფრო მეტად ხელავს იმაზე, რომ უკრაინამ შესაძლოა მისი მდიდრული იახტა სამიზნეში ამოიღოს. როგორც ტელეგრაფი უწყება, ამ დასასვენებელ ხომალდს ამ წუთებში რუსული გამანადგურებელი და სამაშველო საპატრულო გემი დახვება. ვიკითხავდით, რატო არ ქონდათ აზოვის ზღვაში მყოფ ტანკერებს მსგავსი დაცვა, მაგრამ ამაზე პასუხი უკვე ვიცით. უკრაინამ შავი ზღვის ფლოტი უსარგებლოდ აქცია, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც 7 ივლისის თავდასხმა საერთოდ გახდა შესაძლებელი. ასე რომ პუტინი ბუნკერებში იმალება, როცა მისი იახტა რუსეთიდან გარბის. ეს არის თქვენი დამცველი, ყირიმის ოკუპანტებო. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიტყვით უკრაინისთვის. დატოვეთ ყირიმი, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ. ზოგმა ოკუპანტმა უკვე მიიღო ეს შეტყობინება და ძალიან სერიოზულად ეკიდება მას. მოიცადეთ, თქვით ზოგმა. სცადეთ ათასობით. აი რამდენი ოკუპანტი დააფიქსირეს, რომლებიც ცდილობდნენ ყირიმიდან გაქცევას იმავე ხიდით, რომელიც უკრაინამ ერთადერთ გზად აქცია ნახევარკუნძულზე შესასვლელად და გამსასვლელად. უკვე ერთი თვეა, რაც რუსეთში საწვავის კრიზისია და სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. რაც ყირიმში დეფიციტი დაიწყო, თითქმის რუსეთის ყველა 83 რეგიონზე გავრცელდა. ეს რეგიონები მუხლებზე დგანა. საწვავის სადგურები ცარიელია, ხალხი გაბრაზებულია და უკრაინის უწყვეტი კამპანია რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ ახლა იმდენად მასშტაბურია, რომ ძალადობას იწვევს მთელ რუსეთში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. რუსეთს საწვავი ეძურება, მაგრამ პორტატული ტუალეტების მწარმოებლები, როგორც ჩანს, დიდ ფულს იშოვიან. დარჩით ჩვენთან და აგიხსნით რატო. მაგრამ ჯერ მთავარი ამბავი. 6 ივლისის სტატიაში CNN დეტალურად აღწერს, რა ხდება ახლა მთელ რუსეთში. რუსეთის 83 რეგიონიდან თითქმის ყველა ახლა ბენზინის დეფიციტს განიცდის. ან სულ მცირე, საწვავის მიწოდებაში შეფერხების შესახებ იტყობინება უკრაინის დამანგრეველი შეტევის ფონზე რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები პასუხისმგებელნი არიან ნედლი, ნავთობის, ბენზინად, დიზელად, ავიაციის საწვავად და სხვა პროდუქტებად გადამუშავებაზე. ხოლო უკრაინა უბრალოდ არ წყვეტს მათ დარტყმას. მხოლოდ ივნისში უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 11 შორმანძილზე დარტყმა განახორციელა. დრონები კი 2000 კილომეტრამდე შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე. საწვავი დაწვეს და ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარები გაანადგურეს. ეს გამანადგურებელი თვე მოხდა 1 წლის განმავლობაში განხორციელებულ მუდმივ და განმეორებად დარტყმებს და ახლა რუსეთი ამ ტკივილს უკვე გრძნობს. ის რაც დაიწყო როგორც საწვავის დეფიციტი ყირიმში, გამოწვეული როგორც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით, ასევე ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიით, რომლის დროსაც უკრაინა ასობით საწვავის სატვირთო სანადგურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ახლა რუსეთისთვის ქვეყნის მასშტაბით კრიზისად იქცა. საგანგებო მდგომარეობები გამოცხადდა. ზოგიერთ რეგიონში საწვავის აკრძალვა მოქმედებს ყველასთვის, ედებს ყველასთვის, გარდა სამხედროებისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებისა. რუსეთის ყველა 11 დროის სარტყელში არავინ არის, ვისაც სრულად არ შეეხო იმ ერთადერთი რამის დეფიციტი, რაზეც რუსეთი ომის გაგრძელებლად არის დამოკიდებული. ამ პრობლემის მასშტაბი კატასტროფაა რუსეთისთვის.
და ეს იწვევს უამრავ სხვა პრობლემასაც, გარდა იმისა, რომ რუს ხალხს აღარ შეუძლია საწვავის აუზების შევსება. CNN-ის დასკვნები ეფუძნება რეგიონული მერთებისათვის და გუბერნატორების განცხადებების ანალიზს, ასევე მედიის ანგარიშების დეტალურ შესწავლას. გამოცემამ დაადგინა, რომ რუსეთის 50-ზე მეტი რეგიონი ოფიციალურად აცხადებს, რომ საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით სირთულეები აქვთ. აბა, როგორ მივიდა CNN თითქმის 83-მდე. დანარჩენი რეგიონებიდან არაოფიციალური ცნობებია, რომ დეფიციტი მათაც შეეხო. ხოლოდ მერები და გუბერნატორები ცდილობენ ყველაფერი ჩუმად შეინარჩუნონ. ძალიან რუსულია. ვითომ პრობლემა არ არსებობს, როცა რიგები იზრდება და კრიზისი ფართოვდება. რუსეთი ახლა ცარიელზე მუშაობს და პრობლემა მხოლოდ უარესდება, რადგან დრო გადის და უკრაინის კიდევ უფრო მეტი დრონი ახდევს მიზანს. სარატოგას ფონდის მიხედვით უკრაინის გენერალურმა შტაბმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი უწყვეტი დრონების კამპანიამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 42% გამორთო. ამან თავის მხრივ რუსეთს 13.5 მილიარდი დოლარის ზარალი მოუტანა 2025 წლის აგვისტოს შემდეგ, როგორც წყარო იუწყება. და ეს ზარალი სავარაუდოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთს ნავთობპროდუქტების ექსპორტი აღარ შეუძლია, რადგან ისინი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში იწვის. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, ანუ SEPA, რუსეთისთვის ოდნავ უკეთეს სურათს ხატავს, თუმცა ეს მაინც კარგისგან შორსაა. ის ამბობს, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრე 28%-ით ნაკლებია წინა წლებთან შედარებით, თუმცა ეს მაჩვენებლები ყოველთვე იკლებს. SEPA-ს თქმით, მარტის ბოლოსთვის რუსეთის ნავთობპროდუქტების წარმოება დაახლოებით 5.2 მილიონ ბარელს შეადგენდა. აპრილისთვის ეს მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა და თვიური მონაცემებიდან 700,000 ბარელი მოიკვეთა. SEPA ამატებს, რომ ამჟამად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უბრალოდ ვერ აწარმოებენ საკმარის საწვავს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ეს მოთხოვნა ზაფხულში პიკს აღწევს, რადგან რუსეთს ყოველდღიურად 100,000 ტონა ბენზინი სჭირდება თავისი მოსახლეობის უზრუნველსაყოფად. რუსეთი ამ რაოდენობას ვერ აწარმოებს. ის 85,000 ტონაზეა გაჩერებული, რაც 25,000 ტონით ნაკლებია საჭირო რაოდენობაზე და ეს დიდწილად ხსნის კრიზისს, რომელიც ამჟამად მთელ რუსეთში ვრცელდება. რუსეთში ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა ისეთი რამ გაეკეთებინა, რასაც არასდროს აკეთებს. ეღიარებინა, რომ პრობლემა არსებობს. ივნისის ბოლოსკენ, როცა ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები გაიზარდა და რუსეთის ყველა რეგიონში მცხოვრებლებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იწოდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუს ხალხს შესაძლოა გარკვეული პრობლემები ჰქონდეს. თქვენ კარგად იცით, რომ პრობლემები კვლავ არსებობს, როგორც ავტომობილების მცხოვრებისთვის, ასევე ბიზნესისთვის, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დაამატა. სამწუხაროდ ბენზინგასამართ სადგურებთან ჯერ კიდევ რიგებია და საჭირო მარკის ბენზინის პოვნა ყოველთვის მარტივი არ არის. რუსეთის ლიდერმა იმდენადაც კი აღიარა, რომ კილიმში საწვავის მარაგი მხოლოდ რამდენი მტრით იყო დარჩენილი და რომ უკრაინის დრონების იერიშები აშკარად პრობლემებს ქმნიდა. უმეტეს სხვა ქვეყნებში ასეთი აღიარება ჩვეულებრივი ამბავია. ლიდერებს უნდა აჩვენონ, რომ მზად არიან პრობლემებს შეეჭიდონ. მაგრამ რუსეთში, სადაც პუტინი წარმატებას აღწევს თავისი ხალხის უცოდინარობაში დატოვებით, ის ფაქტი, რომ კრემლის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან პრობლემის აღიარება საერთოდ არსებობს, მიუთითებს, რომ რუსეთის საწვავის დეფიციტი უმნიშვნელო საკითხი არ არის. ეს სრული კრიზისია. და მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ამტკიცებს თითქოს გამოსავალი უკვე მუშავდება, მან კარგად იცის, რომ რეალურად ამ ეტაპზე უკრაინის შეჩერება მის ძალებს აღემატება. აგამ მოიცადეთ ერთი წამით. შეიძლება ფიქრობთ, განა 2025 წელს აც არ იყო საწვავის კრიზისი რუსეთში. რუსეთმა მოახერხა იმ კრიზისიდან გამოსვლა, მას რა ხდის 2026 წლის კრიზისს ასეთ სერიოზულ პრობლემად. ის ფაქტი, რომ საერთოდ არსებობს 2026 წლის კრიზისი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა რუსეთისთვის. რაც 2025 წელს მოხდა, ერთჯერადი შემთხვევა არ ყოფილა. ეს განმეორებადი სტრატეგიაა, რომელსაც უკრაინა შეუძლია გამოიყენოს, რათა პუტინის მიერ დაწყებული ომი რუს ხალხს შინ დაუბრუნოს, ისე რომ არ მიმართოს პუტინის მეთოდს და არ ჩაიდინოს ომის დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით, რომლებიც ადამიანებზეა დამიზნებული და არა საწოლზე. ის ფაქტი, რომ ეს ისევ ხდება, რუსეთში ყველას აჩვენებს, რომ პუტინმა სრულად ვერ შეძლო იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებმაც 2025 წლის კრიზისი გამოიწვია. დიდი დამცველი უფრო უნიათო წარუმატებელია. მაგრამ ამის გარდა არსებობს რამდენიმე დიდი განსხვავება 2025 წლის საწვავის დეფიციტსა და იმაზე, რაც 2026 წელს ხდება. როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი, ანუ ISW, აღნიშნავს, 2025 წლის დეფიციტი 2026 წლის მსგავსად იყო, მაგრამ გაცილებით ნაკლებად მძიმე. ამ კრიზისმა რუსეთის 83 რეგიონიდან მინიმუმ 57-ზე იქონია გავლენა და არა თითქმის ყველა რეგიონზე. თუმცა მან გამოავლინა რუსეთის საჰაერო თავდაცვის უუნარობა უკრაინის დრონებთან გამკლავებისას. აქ ჩვენ ხედავთ პუტინის მხრიდან უკრაინის შესაძლებლობების დაუფასებლობისა და რუსეთის თავდაცვის უნარის გადაფასების ტენდენციას, რაც 2026 წლის კრიზისს რუსი ლიდერის გადაჭარბებული ეგოს მაგალითად აქცევს, რომელიც საბოლოოდ მასვე აზიანებს.
კიდევ ერთი განსხვავება 2025 და 2026 წლებს შორის უკრაინის მიდგომის მასშტაბსა და მუდმივობაშია. ორივე ფაქტორი წელს გასულ წელთან შედარებით გაძლიერდა, რის გამოც კრიზისი უფრო ფართოდ ვრცელდება ვიდრე ოდესმე. სუმით რიტალია, რომელიც ქეპლერში ნავთობის გადამუშავების მიწოდებისა და მოდელირების წამყვანი ანალიტიკოსია, ამ განსხვავებაზე CNN-ს ესაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობის შეკეთებასთან პრობლემა აქვს. უკრაინა ამ ბრძოლაში ლიდერობს. დრონები იმდენად ხშირად ესხმიან თავს, რომ რუსეთი ვერ ასწრებს დაზიანებული აღჭურვილობის აღდგენას, სანამ შემდეგი დრონები მივლენ, რაც ქმნის ჯაჭვურ ეფექტს, სადაც ყოველი თავდასხმა წინა წარმატებაზე აგებული. სანქციები რუსეთს ურთულებს კრიტიკული ნაწილების მოპოვებასაც, რაც ნიშნავს, რომ აღჭურვილობა, რომლის შეკეთებაც ადრე რამდენიმე დღეს შეიძლებოდა, ეხლა კვირებს ან თვეებსაც კი საჭიროებს. ეს ყველაფერი უკრაინის იდეალურად შედგენილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა შესანიშნავია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთს მილიარდობით დოლარის საგადასახადო შემოსავალს აკარგვინებს, რომელსაც ის სხვაგვარად ომისთვის გამოიყენებდა. მაგრამ ამაზე მეტიც, უკრაინა ამოწმებს რუსი ხალხის განძლეობას ყოველ ჯერზე, როცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყამს და საწვავის დეფიციტი უფრო მძაფრდება. ყველა შეზღუდვა ან აკრძალვა, რომელიც საწვავის შეძენაზე დაწესდება, ნემსივით ჩხლეთს მთლიანად რუსი ხალხის გვერდს. როცა რიგები იზრდება, შფოთვა მატულობს. საწვავის მოლოდინში 18 საათამდე ჯდომა და იმის აღმოჩენა, რომ ავზის ასავსებადაც არ ყოფნის, ნებისმიერ ადამიანს გააღიზიანებს. თუ ასეთ სიტუაციას მთელ რუსეთში შექმნი, ნამდვილი დენთის კასრი იქნება. ეს კასრი უკვე აფეთქების ზღვარზეა. ძალადობა უკვე მთელ რუსეთში ფეთქდება და ის გადაწყვეტილებები, რასაც რუსეთი იღებს, ყველა ცოტა არ იყოს უსარგებლოა. ერთ შემთხვევაში კი პირდაპირ მნიშვნელობითაც. მაგრამ სანამ ამ ყველაფერში უფრო ღმად ჩაუღმავდებით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ამას კიდევ ბევრი მსგავსი მოჰყვება, ასე რომ თუ ჩვენი არხი თქვენთვის საინტერესოა, აუცილებლად გამოიწერეთ და დააჭირეთ შეთხობინების ზარს. ჩვენ თქვით, რომ ხალხი რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებზე ღიზიანდება. ეს შეიძლება კიდევ უფრო მსუბუქად ნათქვამიც კი იყოს. რუსეთის მასშტაბით ჩხუბები და კამათები იწყება, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები ვერ უძლებენ იმ ზეწოლას, რომელსაც უკრაინა ბენზინგასამართ სადგურებზე ქმნის. მედუზა რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე წერს. ირკუტსკში გამოცემა წერს კაცს სახელად ვლადიმირ ბრიმირ ბუტოევი, რომელმაც ბენზინგასამართ სადგურზე მანქანა მიიყვანა და რიგის თავში შეეჭრა. ბენზინგასამართ სადგურზე მყოფი პოლიციელი ამას არ შეეგუა. იარაღი ამოიღეს. ბუტოევი დააკავეს და ახლა მას ბრალი ედება სისხლის სამართლის წესით, რადგან დაკავებისას პოლიციელებთან ძალადობას მიმართა. მაგალითები კიდევ ბევრია. სანქტ-პეტერბურგში ორ მცხოვრებს შორის ჩხუბი თითქმის ფატალურად დასრულდა. ერთმა მცხოვრებმა მანქანა თავისუფალ კოლონკასთან გააჩერა, მაგრამ მეორე მუთხრა, რომ იქიდან უნდა წასულიყო. მეორე მამაკაცი, ტაქსის მძღოლი ართუშ მურადიევი, კამათს აგრძელებდა მანამ, სანამ პირველმა მძღოლმა პისტოლეტი არ ამოიღო. ართუშ მურადიევმა არ დააკლო პასუხი. მივიდა თავის ტაქსთან, აიღო დანა და შეუტია მეორე, უსახელო მძღოლს. ხშირად გვესმის მსგავსი შემთხვევების შესახებ მთელი რუსეთის მასშტაბით. იჟევსკში ერთმა მძღოლმა, როგორც იუწყებიან, სხვა ავტომობილის მძღოლი მანქანიდან ძალით გამოიყვანა. ჩებოქსავში მოტოციკლისტს სახეში ციცაკის სპრეი შეასხეს, მას შემდეგ რაც რიგი დაარღვია, ხოლო ქალი დაპირისპირების შემდეგ დაარტყეს. ტატასტანში რეგიონის საზღვართან ბაშკორტსტანთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მასობრივი ჩხუბი მოხდა. ხშირად ვხედავთ, როგორ ფეთქდება იმედგაცრუება და გაბრაზება, და ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია მრავალიდან. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოებიც კი, სადაც კამათები იწყება და ძალადობა ფეთქდება. შენი დედაც სახეს გაგიდეხავ. იყვირა ერთმა ქალმა გაზგასამართ სადგურზე რიგში ცხარე კამათის დროს, რადგან რუსები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ეს ყველაფერი კი უკრაინის ბრწყინვალე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიმართული სტრატეგიის გამო ხდება. დართულია და ადანაშაულო ნერვებ მოშლილი რუსი ხალხი მათი რეაქციების გამო. არსებობს ცნობები, რომ ადამიანები პირდაპირ დღეების განმავლობაში დადიან საწვავის საძებნელად და თვითნაბადი აპლიკაციებიც კი გამოჩნდა, რომლებიც თითქოს ეხმარება ხალხს იპოვონ ის გაზგასამართის სადგურები, სადაც ჯერ კიდევ არის საწვავი. წარმოიდგინე იყენებ ერთ-ერთ ასეთ აპლიკაციას. იგებ, რომ უახლოესი სადგურის საწვავით ათეულობით მილის დაშორებითაა. მიდიხარ იქ, საათობით რიგში დგახარ და ბოლოს, როცა ბენზინგასამართ სადგურთან მიდიხარ, აღმოაჩენ, რომ საწვავი უკვე გათავდა. წყობიდან გამოხვიდოდი და ახლა მთელ რუსეთში ხალხიც ასე გამოდის წყობიდან. ეს ფულის მსგავსად პუტინს ძალიან დააფიქრებს, რადგან მოსახლეობაში გაღიზიანება ჩვეულებრივ ის რაღაცაა, რასაც მის მიერ შექმნილი პოლიციური სახელმწიფო აკონტროლებს. მაგრამ ასეთი ფართოდ გავრცელებული პრობლემა ადვილად დასამშვიდებელი არ არის, თუმცა რუსეთი ცდილობს. რამდენიმე გადაწყვეტილება ხორციელდება რუსეთის საწვავის კრიზისის მოსაგვარებლად და ზოგიერთი მათგანი სხვებთან შედარებით უფრო უჩვეულოა. ზოგიერთი გადაწყვეტილება ისეთია, რასაც რუსეთისგან ეოდებოდით, როდესაც ასეთი მასშტაბური საწვავის კრიზისის წინაშე დგას. სიფა იუწყება, რომ რუსეთმა უკვე დაიწყო დაბალი ხარისხის საწვავის გაყიდვა თავის მძღოლებისთვის, რაც 2025 წლის აგვისტოში გააკეთა, იმ წლის კრიზისის პიკზე.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ახლა შეუძლიათ აწარმოონ ევრო 3 ბენზინი და ისიც კი ევრო 5-ის ეტიკეტით გაკიდა. ამ დაბალი ხარისხის საწვავს გოგირდის შემცველობა აქვს 15 ჯერ მეტი, ვიდრე ადრე ნებადართული დონე. საწვავში გოგირდის მაღალი შემცველობა იწვევს მეტი გოგირდის დიოქსიდის წარმოქმნას, რაც ძრავების ცვეთას და იმ ტიპის ჰაერის დაბინძურებას უწყობს ხელს, რომელიც მჟავე წვიმას იწვევს. შვენიერი გამოსავალია. მივცეთ რუს ხალხს საშუალება გააფუჭონ ის მანქანები, რომლებსაც ძლივს ამუშავებენ და შემდეგ გავზარდოთ იმის შანსი, რომ მათ მოუწიოთ მჟავე წვიმის ქვეშ ცხოვრება, რაც ანადგურებს ტყეებსა და წყლის მარაგებს. სხვა გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს, რომ რუსეთში წარმოებული საწვავის მაქსიმალურად დიდი ნაწილი დარჩეს ქვეყნის შიგნით. ბენზინის ექსპორტი აკრძალულია სულ მცირე ივლისის ბოლომდე. დიდი ალბათობით ეს აკრძალვა გაგრძელდება, თუ რუსეთი ჯადოსნურად არ შეძლებს მეტი ბენზინის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის. რუსეთმა ასევე აკრძალა ავიაკეროსინის ექსპორტი ნოემბრის ბოლომდე, რადგან მას უჭირს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ავიაციის მუშაობის უზრუნველყოფა. და Moscow Times-ის მიხედვით კრემლი ასევე განიხილავს დიზელის ექსპორტის აკრძალვას, რაც უკრაინისთვის ამ სამეულს დაასრულებს. რუსეთის მიერ წარმოებული ყველა ძირითადი საწვავის გაყიდვა ახლა უკვე შეუძლებელია. აქ ჩვენ ხედავთ კომპრომისს. ექსპორტის აკრძალვები სულ მცირე საწვავს რუსეთში ტოვებს, რაც შესაძლოა დეფიციტს შეამსუბუქოს. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ წარმოებლებს საზღვარგარეთ გაყიდვა აღარ შეუძლიათ, რის შედეგადაც რუსეთი მილიარდობით დოლარს კარგავს იმ ექსპორტის გადასახადებიდან, რომელიც ახლა ვეღარ ხორციელდება. სასოწარკვეთილი დროები სასოწარკვეთილ ზომებს მოითხოვს. და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როცა პუტინი და მისი გარემოცვა სასოწარკვეთილები ხდებიან, ისინი ყოველთვის ერთ რამეს აკეთებენ – ითხოვებიან. 30 ივნისის სტატიაში Pravda იუწყებოდა, რომ რუსეთში საწვავის ფასები ახლა ცენზურას ექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ ზოგჯერ ხალხმა შეიძლება არ იცოდეს, რამდენს გადაიხდის საწვავში, სანამ ბენზინგასამართ სადგურზე არ მივა. კერძოდ კრემლმა რუსეთის წამყვან სტატისტიკურ სააგენტო როსტატს აუკრძალა რეგულარული ბიუბიულეტენების გამოქვეყნება ბენზინისა და დიზელის სამომხმარებლო ფასებზე. ეს ბიულეტენი შეიცავს საწვავის ფასებს, რომლებიც დაყოფილია ხარისხის, რეგიონის და 1800 ბენზინგასამართი სადგურის მიხედვით 280 ქალაქში. ყოველ შემთხვევაში ადრე ასე იყო. ეხლა ესე აღარ არის, რადგან კრემლი ცდილობს დამალოს საწვავის ფასების აშკარა ინფლაცია, რომელიც ხდება მაშინ, როცა მიწოდება ვერ არაკმაყოფილებს მოთხოვნას. კიდევ ერთი მძიმე პრობლემა რუსეთის მოსახლეობისთვის. იცადე საათობით, იჩხუბე და ბოლოს გაიგე, რომ არც კი გაქვს რუბლების საკმარისი საწვავის სატედლად, რომ სახლში დაბრუნდე. თუ ვლადიმერ პუტინის მიზანი უკრაინის ომში იყო საბჭოთა კავშირის დიდების დაბრუნება რუსეთში, ძალიან უცნაურად მიდის ამ გზაზე. ყველაფერი ეს გვაჩვენებს, რომ რუსეთისთვის საწვავის კრიზისთან გამკლავების ვარიანტები სულ უფრო ვიწროვდება. ყველა ლოგიკური გამოსავალი უკვე გამოყენებულია და ტყუილების თქმაც უკვე დაწყებულია. ეს კი უცნაურ გამოსავლებს ტოვებს და ვიდეოს დასაწყისში მინიშნება უკვე მოგეცით, თუ რა შეიძლება იყოს ისინი. გახსოვთ, გითხარით, რომ პორტატული ტუალეტების გამყიდველები ამ საწვავის კრიზისის გამო ფულში იხჭობიან. საინტერესო ექს-პოსტი გვაძლევს წარმოდგენას, რას აკეთებენ რუსები იძულებით, როცა საათობით საწვავის რიგებში დგანან. ქერჩში, რომელიც ხილიმშია, გადაღებულ ფოტოზე ჩანს ადამიანი, რომელიც გზის პირას ფერდობზე ჩაცუცკდა. დამიჯერე, ალბათ მიხვდები, რას აკეთებს ეს ადამიანი. ის თავს იმსუბუქებს, რადგან იმდენ ხანს მოუწია ლოდინი, რომ ბუნების ძახილი ყვირილად იქცა. ქერჩიდან ხიდამდე გზის პირები შარდით და განავლითაა დაფარული. წერს ექს-პოსტი, რომელსაც უკრაინის არმიის მედიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსებისთვის ეს სრულიად ნორმალური ქცევაა. იქნება ასე თუ არა, ფოტო პრობლემას აჩვენებს. თუ ადამიანებს საწვავის რიგებში 18 საათამდე უწევთ ლოდინი, გზის პირას ბევრი შარდი და განავალი დაგროვდება. ირკუტსკში, რომელიც შეიძლება გახსოვდეთ როგორც ერთ-ერთი ძალადობრივი ინციდენტის ადგილი, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ, ადგილობრივმა მერმა ახალი გამოსავალი მოიფიქრა. პორტატული ტუალეტების შეძენა და მათი ბენზინგასამართ სადგურებსა და გზის პირას დადგმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც რიგში დგომა უწევს. პორტატული ტუალეტების მწარმოებლები სიხარულით ხელებს დაიზელენ. მოულოდნელი შემოსავალი ელით, რადგან ვფიქრობთ, რომ რიგების პრობლემის ეს გადაწყვეტა სხვა რუსულ რეგიონებშიც უფრო ფართოდ გავრცელდება. ვამბობთ, რომ გადაწყვეტაა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. პორტატული ტუალეტები უბრალოდ სიმბოლოა იმისა, რომ კრემლი რუს ხალხს თხოვს. აიტანონ და შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ქვეყანა, რომელიც საწვავის წარმოებით არის ცნობილი, საწვავის გარეშე დარჩა. და ეს გვიყვანს შემდეგ კითხვაზე. რა მოხდება შემდეგ? უკრაინა არ აპირებს შეანელოს დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის სატვირთოებზე. რატო უნდა გააკეთოს ეს? ამ ზეგავლენას მთელი რუსეთი გრძნობს და უკრაინას აქვს ოქროს შესაძლებლობა კიდევ უფრო გაამწვავოს ეს საწვავის კრიზისი, რათა მეტი ზეწოლა მოახდინოს პუტინზე. წარმატება კიდევ უფრო მეტ წარმატებას იწვევს, ეს არის ნამდვილი მასტერკლასი რუსი ხალხის მართვაში, ისე რომ ისინი არ მოკლას. პუტინისთვის უფრო შემაშფოთებელია ის რისხვა, რაც ბენზინგასამართ სადგურებზე იგრძნობა. ის ამას დააკვირდება და ჩვენ ვნახავთ ათასობით ადამიანს, რომლებიც ნერვიულობის ზღვარზე არიან. ნერვები დაძაბულია და ხალხი გაბრაზებულია, რაც ავტორიტარი ლიდერისთვის სახიფათო ნაზავია. შესაძლოა პუტინის წინააღმდეგ აჯანყება მოხდეს.
ძნელია თქმა, რადგან პუტინს პროტესტების მკაცრად ჩახშობის ჩვევა აქვს, მაგრამ უარყოფა შეუძლებელია, რომ აჯანყებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. გამოკითხვები აჩვენებს, რამდენად უკმაყოფილოა საშუალო რუსი პუტინის ლიდერობით. CNN იუწყება, რომ მხოლოდ 27% რუსების ჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკა უმჯობესდება. ეს გვიჩვენებს, რომ რუსების დაახლოებით 3/4 რეალურად ყურადღებას აქცევს და ხედავს, რომ ისინი ფინანსურ კრატებში არიან, რომელიც პუტინმა შექმნა. Moscow Times-ის მიხედვით 3 იulis პუტინის საქმიანობის დამტკიცების რეიტინგი 70.4%-დან 66.9%-მდე დაეცა. ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც აქტიურად ამბობს, რომ არ ეთანხმება პუტინის პრეზიდენტობის მართვას, 21.3%-მდე გაიზარდა. ეს ისეთი მაჩვენებლებია, რომელთა ქონაც ნებისმიერ სხვა მსოფლიო ლიდერს ეოცნებოდა. თუმცა ეს პროცენტული მაჩვენებლები სახელმწიფო ორგანიზაცია VTS-IOM-ის გამოკითხვიდან მოდის. რაც ნიშნავს, რომ ისინი მაქსიმალურად არის დამუშავებული პუტინის ეგოს დასამშვიდებლად. გარდა ამისა, ეს რუსეთია, სადაც ლიდერზე უკმაყოფილების გამოხატვისთვის ხალხს ან ციხე, ან ფანჯრიდან გადმოვარდნა ელოდება. ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი მზად არის გამოხატოს გაბრაზება, ნათლად აჩვენებს რუსი მასების ნამდვილ გრძნობებს. საწოვის კრიზისი მხოლოდ გააძლიერებს ამ უკმაყოფილებას. პუტინის ბოლო პასუხი ამ პრობლემაზე იყო ის, რომ მან რუსი მწარმოებლებისგან მოითხოვა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა გამოუშვა უკრაინის დრონებთან გასანკლავებლად. რუსეთს ეს თავდაცვა სჭირდება, მიუხედავად პუტინის განცხადებისა, რომ ყველა დარტყმა, სადაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ინფრასტრუქტურას, აბსოლუტურად არ ახდენს გავლენას ფრონტზე, საბრძოლო კონტაქტის ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე. კარგი, ასე რომ რუსეთი უკრაინაში უბრალოდ იმდენად ცუდად მოქმედებს პუტინის არაკომპეტენტური ლიდერობის გამო. გასაგებია, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სისულელეა და გონებას აკვირვებს, რომ პუტინი როგორღაც ელოდება, რომ მეტი საჰაერო თავდაცვა გამოჩნდება ქვეყანაში, რომელიც სანქციებით არის დამძიმებული. და UKRA News-ის მიხედვით თავისი თავდაცვის სექტორში წარმოების ჩიხშია შესული. მაინც ბრძანება გაცემულია. უკრაინას ეს არ აინტერესებს. მან შეძლო ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა 2024 და 2025 წლებში, როცა რუსეთს მეტი საჰაერო თავდაცვა ჰქონდა. 2026 წელს კი კიდევ უფრო ძლიერად ურტყამს და წლის განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერად დაარტყამს. რიგები გაიზრდება, ძალადობა გავრცელდება, რისხვა მოიმატებს და პუტინი იძულებულია შეეგუოს იმ ფაქტს, რომ იმდენად ცუდად აგებს, რომ პორტატული ტუალეტების წარმოება რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნეს იდეად იქცევა. პუტინს ეგონა, რომ უკრაინის დაშინებას შეძლებდა. დრონით თავდასხმამ კიევზე კულტურული ღირსშესანიშნაობა დაანგრია და კიდევ მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. სამწუხაროდ, ესეთი რამ უკრაინის ომისთვის ახალი არაფერია. მაგრამ უკრაინა არ აპირებდა ამის მშვიდად მიღებას. ხისიერი, სასტიკი და მრავალდღიანი საპასუხო შეტევა დაიწყო. უკრაინის დრონებმა დაარტყეს რუსეთში, ყირიმში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვლადიმირ პუტინი ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკლას, მაგრამ უკრაინა კონცენტრირებულია იმ სტრატეგიული ობიექტების განადგურებაზე, რომლებიც ომის მოგებას უზრუნველყოფს და მისმა შეტევამ რუსეთი ცეცხლში გაახვია. უკრაინას იძულებული გახდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის დრონებისა და რაკეტების ზედმეტად ბევრი შეტევა გადაეტანა. ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 3 ივლისამდე კვირაში რუსეთმა უკრაინაზე 1361 რაკეტა და დრონი გაუშვა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევის კვირა იყო. ეს შეტევა მოხდა რამდენიმე კვირას, როდესაც რუსეთმა ოდნავ შეანელა ტემპი და გავრცელებული იყო ჭორი, რომ ის თავს იკავებდა უფრო მასშტაბური ერიშისთვის, რომელსაც მოგვიანებით განახორციელებდა. ეს კვირა დადგა. 1-დან 2 ივლისის ღამეს რუსეთმა კიევზე ძლიერი იერიში მიიტანა. გაშვებული იყო 496 შორმანძილზე მოქმედი დრონი და 74 რაკეტა, რომლებმაც კიევის 28 ობიექტს დაარტყეს. ეს თავდასხმა დამანგრეველი იყო. მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90-ზე მეტი დაშავდა. ამან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ აიძულა მოუწოდოს უკრაინის მოკავშირეებს მიაწოდონ დაპირებული პატრიოტის რაკეტები, რათა უკრაინამ შეძლოს რუსეთის რაკეტების შეჩერება. ზელენსკი მართალია. 1 ივლისის ეს თავდასხმა კიევზე მოხდა კიდევ ერთს, რომელიც ნახევარი თვით ადრე მოხდა და უკრაინისთვის დამანგრეველი იყო. კიევზე და უკრაინის სხვა რეგიონებზე განხორციელებულმა შეტევამ სულ მცირე 11 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 4 მხოლოდ უკრაინის დედაქალაქში. ასევე განადგურდა კულტურული ცენტრი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის გულგრილ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ, რომელსაც ის კვლავაც უტევს. 6 საუკუნის მიძინების ტაძარი, რომელიც კიევის პეჩერსკის ლავრის ნაწილია, ცეცხლის ქვეშ მოექცა. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და მრავალი კიეველისთვის სალოცავი ადგილი. ტაძარი ერთ მხარეს უზარმაზარი ხვრელით და სახურავზე ხანდრით დარჩა მას შემდეგ, რაც უკრაინაში განხორციელებულ მასშტაბურ იერიში 611 დრონი და 70 რაკეტა გამოიყენეს. ეს პუტინის სტრატეგიაა. მთელ უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მოკლა, საშინელი დრონული და სარაკეტო იერიშებით. რუსეთს სიზუსტე არ აინტერესებს. სამხედრო ობიექტების დაზიანება მხოლოდ ბონუსია. პუტინს მხოლოდ ის უნდა, რომ ქაოსი დაატრიალოს მშვიდობიან მოსახლეობაში, იმ ომში, რომელიც თავად დაიწყო. ამ ორ სასტიკ თავდასხმას პასუხი უნდა გაეცეს. უკრაინამ ეს იცოდა.
და პასუხად მან წამოიწყო მრავალდღიანი შეტევა, როგორც შურის ძიება კიევზე ორივე დარტყმისთვის, ასევე უკრაინის დანარჩენ ნაწილებზე თავდასხმებისთვის, რომელსაც რუსეთი კვლავ აგრძელებს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სამხედრო ინფრასტრუქტურა, ანექსირებული ყირიმი და ოკუპირებული ტერიტორიები, ყველა იწვის მას შემდეგ, რაც უკრაინამ რამდენიმე წრის განმავლობაში განახორციელა შორ მანძილზე დარტყმები და პუტინს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა. თქვენ უთხრამთ მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენ ვანადგურებთ სტრატეგიულ ობიექტებს. დავიწყებთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებით. სწორედ აქ აკენებს უკრაინა ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ ზიანს. რუსეთის მიერ კიევზე და მის საკათედრო ტაძარზე განხორციელებული სასტიკი დარტყმიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ უკრაინამ დრონებით შეუტია სლავიანსკისა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ორივე შემთხვევაში უკრაინამ თავისი შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები წარმოაჩინა. პირველი ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინიდან 300 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ხოლო მეორე 700 კილომეტრის დაშორებით. სლავიანსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დიდი ხანძარი გაჩნდა და დრონის ნამსხევებმა რამდენიმე შენობასაც დააზიანა. იაროსლავში ქალაქში შესასვლელი და გამოსასვლელი გზები დაიკეტა, რადგან უკრაინის დრონებმა თავიანთი კვალი დატოვეს. მეტი ჯერ კიდევ წინ იყო. 1 ივლისს უკრაინის დრონებმა უფას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კვირაში მეორედ დაუმიზნეს. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინიდან დაახლოებით 1300 კილომეტრში მდებარეობს, როგორც ზელენსკი მიქსზე დაწერა და დარტყმამ გააკეთა ის, რაც უკრაინის დრონებს საუკეთესოდ გამოსდით. ალებადი მასალებით სავსე ობიექტზე დიდი ხანძარი გამოიწვია. ამ თავდასხმით უკრაინამ გაანადგურა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საფოხი მასალების მწარმოებელი, რომლებიც გამოიყენება ბევრი იარაღსა და ტექნიკაში, რომელსაც პუტინი ფრონტზე აგზავნის. თუმცა უკრაინა ამით არ გაჩერებულა. რუსეთის მეორე დარტყმა კიევზე იმავე დღეს განხორციელდა, როცა უფა მეორედ გახდა სამიზნე და შურის ძიება გარდაუვალი იყო. სამიზნე დაირჩიეს ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე კოსტოვოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 2 ივლისს უკრაინამ ქარხანას ისეთი ძლიერი დარტყმა მიაყენა, რომ დაზიანდა მთავარი ეივითი, 6 ნედლი ნავთობის პირველადი გამოხდის დანადგარი. ეს ერთი დანადგარი უზრუნველყოფს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამუშავების სიმძლავრის 53%-ს, რომელიც წელიწადში 15 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს. ეხლა ის გათიშულია, ისევე როგორც AVT-5 დანადგარი, რომელიც კოსტოვოს ქარხნის დამუშავების სიმძლავრის კიდევ 25%-ს უზრუნველყოფდა. კოსტოვოს ქარხანა დახურულია. შეიძლება კვირები დასჭირდეს, სანამ რუსეთი შეძლებს მისი ხელახლა ამუშავებას. და ეს ზუსტად ის პრობლემაა, რომელიც პუტინს ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მისი სასტიკი თავდასხმები კიევში უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ტრაგიკულია და აშკარა ომის დანაშაულია. მაგრამ უკრაინა პასუხობს იმით, რომ მიზანს არ აშორებს თვალს. რუსული ნავთობის განადგურებით უკრაინამ იცის, რომ შეუძლია დაასუსტოს რუსეთის საომარი მანქანა, შეზღუდოს ფულის ნაკადი კრემლის ხაზინაში და მუდმივად შეახსენოს რუს ხალხს, რომ ომი, რომელიც მათმა პრეზიდენტმა დაიწყო, შორსაა დასრულებისგან. ყოველივე ეს კი ისე, რომ უშუალოდ არ ესხმის თავს ამ ხალხს. რუსული ნავთობის გადამუშავება განადგურების ველი. ის სამი თავდასხმა, რომელზეც აქამდე გიამბეთ, მხოლოდ დასაწყისია. 6 ივლისის ანგარიშში New Sky საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიში ნათქვამია, რომ უკრაინამ 2026 წლის პირველ 6 თვეში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 194 დარტყმა განახორციელა, რაც 11 ჯერ მეტია იმავე პერიოდში 2025 წელს განხორციელებულ მსგავს თავდასხმებთან შედარებით. საკონტექსტოდ ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის განმავლობაში საშუალოდ თვეში 32-ზე ოდნავ მეტი დარტყმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. რაც გვიჩვენებს, რომ უკრაინამ არა მხოლოდ გააძლიერა რუსეთის ნავთობის სამიზნედ ქცევა. მან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ხანძრები რუსეთში ყოველდღიურ მოვლენად აქცია. უფასა და კოსტოვოს დარტყმები მხოლოდ ზრდის ამ სტატისტიკას, რადგან უკრაინა აგრძელებს იმავე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განმეორებით დაბომბვას, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა ვერა შეძლოს მათი სრული დატვირთვით ამუშავება. ხანდახან კი, როგორც კოსტოვოში ვნახეთ, უკრაინა ისეთი სასიკვდილო სიზუსტით უთხრამს, რომ მთელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას წყვეტს. მაისი უკრაინისთვის რეკორდული თვე იყო. New Sky უცხება, რომ იმ თვეში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 16 წარმატებული დარტყმა დაფიქსირდა, რაც როგორც ისინი ამტკიცებენ, მეტია ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში ვნახეთ. ეს გარკვეულწილად საეჭვო მტკიცებაა, რადგან უკრაინამ წლის მეორე ნახევარში გააძლიერა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევები. თუმცა აქ მთავარი სწორედ ეს დარტყმებია. რუსეთის საერო თავდაცვა გადატვირთულია და უკრაინის დრონებისგან გადაჭარბებულ ზეწოლას განიცდის. და ისევ ამას ციფრებშიც ვხედავთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მაისში ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 14195 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, ხოლო ივნისში 17832. ეს ციფრები სიგიჟეა. ეს ციფრები ორჯერ მეტია, ხოლო ივნისის შემთხვევაში თითქმის 3-ჯერ აღემატება იმ დრონების რაოდენობას, რაც უკრაინამ იანვარსა და თებერვალში გამოუშვა. და რა თქმა უნდა, ვიცით, რომ რუსეთს უყვარს თავისი ჩამოგდებული დრონების რაოდენობის გადაჭარბება. უკრაინის მრავალი დარტყმა დრონების ნამსხევებს მიეწერება, რადგან რუსეთი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს მისი საჰაერო თავდაცვა ყველაფერს უმკლავდება. ასე არ არის. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გაჩენილი ხანძრები ამას ამტკიცებს.
რუსეთის მოსახლეობა უკვე იწყებს ტკივილის შეგრძნებას. საწვავის მასობრივი დეფიციტი, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გაჩერებამ და უკრაინის მიზანმიმართულმა დარტყმებმა რუსულ საწვავის სატვირთოებზე გამოიწვია, ქაოსს ქმნის რუსეთში. დეფიციტი სერიოზულია. United24 Media იუწყება, რომ ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები უკვე მოქმედებს რუსეთის 40-ზე მეტ რეგიონში და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან უკრაინა აგრძელებს თავის კამპანიას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ. რუსეთში ნედლი ნავთობის გადამუშავება ივნისში 25%-ით შემცირდა 2025 წლის იმავე თვესთან შედარებით და მიაღწია მინიმუმს, რომელიც ბოლო 2 წლეულის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ბენზინის წარმოება 17%-ით შემცირდა. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მესამედი ახლა უმოქმედოა უკრაინის დრონების გამო, ხოლო საწვავის ფასები გასულ წელთან შედარებით ივნისში 20%-ით გაიზარდა. ეს უკრაინის შურისძიებაა პუტინის თავდასხმებზე მშვიდობიან მოსახლეობაზე. რუსეთის მოსახლეობა ტკივილს გრძნობს რაკეტებისა და დრონების დარტყმის გარეშეც. ყოველი უარი ბენზინგასამართ სადგურზე, ყოველი შემთხვევა, როცა მათ კიდევ რამდენიმე რუბლის შეგროვება უწევთ, რაც არ აქვთ, და ყოველი გაფრთხილება, რომ სახლში დარჩნენ, როცა უკრაინის დრონები კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უახლოვდება, ომის მუდმივი შეხსენებაა. უკრაინის შურისძიების შეტევები იმის გამო, რასაც რუსეთი კიევში აკეთებდა, სამხედრო თვალსაზრისით სასტიკი იყო. ისინი ანადგურებენ სტრატეგიულ ობიექტებს და რუსეთს პუტინის ომისთვის საჭირო სასიცოცხლო რესურსს აცლიან. რაც უფრო მეტი ნავთობი იწვის, მით ნაკლები ფული რჩება კრემლს იმ პროდუქტის შემოსავლის დაბეგვრით, რომელიც აღარ არსებობს. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ უკრაინის შურისძიება რუსეთის კიევზე დარტყმებისთვის მხოლოდ არსებული კამპანიის გაგრძელებით დასრულდა, ძალიან ცდებით. უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. კიდევ ათეულობით ადამიანი დაშავდა და უკრაინამ რუსეთს პასუხი მხოლოდ ნავთობის ობიექტებზე არა, არამედ ყველაფერზე მიაყენა, რაც პუტინს ომის წარმოების საშუალებას აძლევს. მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ხილაკს და ჩართოთ შეტყობინების ზარი. კიდევ უფრო მეტ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მძვინვარე ხანძრები არ არის ერთადერთი ცეცხლი, რომლის ჩაქრობაც რუსეთს უწევს. იმ დღეებში, როდესაც უკრაინამ რუსეთზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შურისძიების კამპანია დაიწყო, მან ასევე დაარტყა სამხედრო საწარმოებს ქვეყნის მასშტაბით. 7 ივნის უკრაინამ გამანადგურებელი Flamingo FP5 ტიპის რაკეტები დაუშვა ტიტანსკოეს ქარხანაზე, რომელიც მდებარეობს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში. ეს რაკეტები, რომლებსაც დაახლოებით 3000 კილომეტრის დაფარვა შეუძლიათ და 1150 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი აქვთ, უკრაინის შორმანძილზე მოქმედ არსენალს დამანგრევლად შეემატა. ივნისის ბოლოს ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც Flamingo-ებმა გაანადგურეს ქარხანა, რომელიც საარტილერიო სისტემებსა და სხვა სპეციალურ სამხედრო ტექნიკას აწარმოებს. კიდევ ერთხელ ხედავთ უკრაინის გენიალურ პასუხს პუტინის სისასტიკეზე. თუ რუსეთი აპირებს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლას კიევში, უკრაინა იზრუნებს იმაზე, რომ რუსი ჯარისკაცები უფრო სწრაფად დაიღუპონ, რადგან მათ არ ექნებათ საჭირო იარაღი. 3 დღის შემდეგ უკრაინამ კვლავ იმოქმედა. კვლავაც განრისხებული რუსეთის ტაძარზეთ თავდასხმის გამო, უკრაინამ დრონები გაუშვა პენზაში მდებარე რაკეტების ქარხანაზე, რომელიც პასუხისმგებელია რუსული რაკეტსატყორცნების კომპონენტების წარმოებაზე. თუ ამოიღებენ ამ კომპონენტებს, რუსეთი ვეღარ გაუშვებს რაკეტებს. ყოველ შემთხვევაში ესეთია ლოგიკა და ეს ის სტრატეგია, რომელსაც უკრაინა შეიძლება გამოიყენებდეს ამ ქარხანასა და მის მსგავს ობიექტებზე განმეორებითი თავდასხმებით. 3 ივლისს უკრაინამ უფრო პირდაპირ შურისძიების შეტევა განახორციელა. რუსეთის 1 და 2 ივლისის კიევზე თავდასხმების საპასუხოდ უკრაინული დრონები დაეშნენ ენერგოობიექტზე ბელგოროდში, სადაც მზადდება აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება რუსეთის ელექტროსადგურებში. და ამ ყველაფრის პარალელურად, სანის ცნობით, უკრაინის დრონებმა ასევე დაარტყეს დაახლოებით 12 ელექტროქვესადგურს უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. ამ ტიპის თავდასხმები არ წყდება. 5 ივლისის Kyiv Independent-ის აგარიშის მიხედვით, უკრაინამ კიდევ ერთი ტალღა განახორციელა ელექტროქვესადგურებზე თავდასხმების, რის შედეგადაც 16 ქვესადგური განადგურდა, მთელ ნახევარკუნძულზე ელექტროენერგიის გათიშვები მოხდა. 48 საათიანი თავდასხმების განმავლობაში, რომლებმაც ასევე გაანადგურა საბრძოლო მასალის საწყობები, ხიდები და დაარტყა ყირიმის აეროდრომს. ეს უბრალოდ არ წყდება. როდესაც ვლადიმერ პუტინი თავის ერთ-ერთ ბუნკერში იმალება, შეშინებული რომ შემდეგი უკრაინული დრონი შეიძლება მას დაუმიზნონ და არა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ან სამხედრო ობიექტს, უკრაინა კიდევ უფრო მეც და მეც უშვებს. ეს ნამდვილი შურისძიებაა. ცალკეული თავდასხმები კი არა, არამედ დრონებისა და რაკეტების უწყვეტი ნაკადი, რომელიც ანადგურებს სამიზნეებს მთელ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვლადიმერ პუტინი, რომელიც ადრე ტერორს თესავდა, ეხლა თავად ცხოვრობს შიშში და ყოველი ელექტროენერგიის გათიშვა ან საწვავის შეზღუდვა, რასაც უკრაინა იწევს, ერთი ნაბიჯით აახლოებს რუს ხალხს საკუთარი ლიდერის წინააღმდეგ ამბოხებამდე. მოდით ერთი წუთით დავბრუნდეთ ყირიმში. ამ ვიდეოში განხილული ბევრი რამ ძლიერი პრელუდია იყო იმ მოვლენებისთვის, რაც ყირიმში უნდა მომხდარიყო. როდესაც რუსეთი შურისძიების ცეცხლში იწოდა კიევზე განხორციელებული დარტყმების გამო, უკრაინა ემზადებოდა იმის საჩვენებლად, რომ არ დაიწყებია იზოლაციის სტრატეგია, რომელიც ნელ-ნელა ასუსტებს რუსეთის კონტროლს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე.
უკვე ვისაუბრეთ ყირიმზე განხორციელებულ რამდენიმე დარტყმაზე, რომლებიც რუსეთის მეორე კიევზე თავდასხმას მოჰყვა, მაგრამ ამ დარტყმებს სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ. უკრაინამ ყირიმში ნამდვილი ჟლეტა მოაწყო. ის ავიაბაზა, რომელიც ვახსენეთ, ვარდისკაია და ევრომაიდანის პრესა უფრო მეტ დეტალს ავლენს თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. გამოცემის თქმით, ეს ბაზა გამოიყენება რუსეთის სხვადასხვა საავიაციო დანაყოფებისთვის ლოგისტიკისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რუსეთის საბრძოლო გაფრენები ყირიმიდან არ განხორციელდება, თუ ასეთი ბაზები არ იმუშავებს ისე როგორც საჭირო. და ხვარდისკაია ერთადერთი აეროდრომი არ არის, რომელსაც უკრაინამ შურისძიების შეტევების სერიაში დაარტყა. ბელბეკის ბაზაც იყო სამიზნე 25 ივნისის რეიდის დროს და უკრაინამ იქ განსაკუთრებულის მიღწევა შეძლო. უკრაინულმა დრონებმა პირდაპირ დარტყმა მიაყენეს რუსულ MiG-29-ის გამანადგურებელს ბაზაზე, ხოლო უკრაინამ ამ კადრები მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ივლისში ყირიმის ნახევარკუნძულზე დარტყმები განახორციელა. ეს კადრები ძალიან გავს იმას, რაც აქამდე არაერთხელ გვინახავს. ჩვენ ხედავთ დრონის ხედვას, როცა ის უახლოვდება. რუსული გამანადგურებელი თვითფრინავი, დაუფარავი და დაუცველი ჩნდება კადრში. შემდეგ ყველაფერი ქრება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ უკრაინის დრონებმა პირდაპირ დარტყმა მიაყენეს და აფეთქდნენ, როცა MiG-29-ს შეეხნენ. ხო, რუსეთო, კიდევ ერთი პლატფორმაა, რომელსაც რაკეტებისა და მართვადი ბომბების გასაშვებად იყენებდი და რომელიც ახლა განადგურებულია. ხიდებთან დაკავშირებით უკრაინის დრონებმა პირდაპირ დარტყმები მიაყენეს 2 ხიდს დონეცკის ოლქში. ერთი ხიდი კურსკის ელანჩიკის მდინარეზე იყო გადებული ჰუსონოკოვოს მახლობლად. მეორე კი კალმიკას მდინარეზე მდებარე ხიდი დააზიანა სტარომორიუკასთან ახლოს. ორივე ხიდს რუსული სამხედროები იყენებენ ჯარისკაცების, საბრძოლო მასალის იარარისა და სამხედრო მარაგების გადასატანად. რა კავშირი აქვს ამას ყირიმთან, როცა დარტყმები ასე შორს მოხდა? ეს ყველაფერი უკრაინის ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამას უკავშირდება. უკრაინა ყირიმს იზოლაციაში აქცევს, რადგან ანადგურებს ლოგისტიკურ არტერიებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადის. ამ ხიდებს იყენებდნენ სატვირთო მანქანები ყირიმისკენ, ან ყირიმიდან ოკუპირებული უკრაინის სხვა რეგიონებისკენ მიმავალ გზაზე. ახლა ისინი აღარ არსებობს. ზუსტად ისე, როგორც ბევრი სხვა ხიდი მანამდე. დაამატეთ ამ ყველაფერს ის 16 ყირიმის ქვესადგური, რომლებიც ჩვენ ვახსენეთ და რომლებიც თავად იყვნენ 27 ენერგოობიექტიდან, მხოლოდ 16, რომელსაც უკრაინამ დაარტყა ოკუპირებულ რეგიონებში, 1-დან 5 ივლისის პერიოდში და კიევისთვის შურისძიება თითქმის დასრულებული იყო. უკრაინამ უბრალოდ დაამატა 3 საბრძოლო მასალის საწყობის განადგურება დონეცკში, ლუგანსკში და ხერსონში, როგორც კვირას განხორციელებული დარტყმის ფეთქებადი საბოლოო შტრიხი, რომელიც პირდაპირ პუტინს მიაყენეს. რასაც აქ ხედავთ, არის ყირიმის იზოლაციის კამპანიის გაფართოება. უკრაინა კვლავ კონცენტრირებულია ნახევარკუნძულზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ის ლოგისტიკურ არტერიებს აჭრის უფრო ღრმად, სამხრეთ და აღმოსავლეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც პუტინს კიდევ უფრო ურთულებს ფრონტის ხაზზე თავისი ჯარისკაცების მომარაგებას. კიდევ ერთხელ, ეს არის უკრაინის შურისძიების ფორმა. რუსეთი სამოქალაქო პირებს ესხმის თავს. უკრაინა ანადგურებს რუსეთის საომარ მანქანას. გვინდა გითხრათ, რომ უკრაინის შურისძიების დარტყმების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ რუსეთის ლიდერს 2-ჯერ დააფიქრებს კიევზე ახალი თავდასხმების დაწყებამდე. მაგრამ პუტინი სასუწარკვეთილია, რაც მას საშიშს ხდის. როდესაც მისი ჯარები ვერ აღწევენ რეალურ პროგრესს ადგილზე, რუსეთის არსენალში დარჩენილი ერთადერთი ეფექტური იარაღი მისი შორიმოქმედების შეიარაღების მარაგია. სამწუხაროდ, 6 ივლისს რუსეთმა უკრაინის შურისძიებას კიდევ ერთი თავდასხმით უპასუხა კიევზე. სულ 4 დღეში უკვე მეორე დარტყმამ, მინიმუმ 15 ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება კიევ ინდეპენდენტი. 15-დან 5 ბავშვი იყო. ისინი დაიღუპნენ რუსული ჯოჯოხეთური შტურმის შედეგად, რომელიც 68 რაკეტასა და 351 დრონს მოიცავდა. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოწოდება. უკრაინას მეტი პეტრიოტის ჩამწრელი რაკეტა სჭირდება. მაგრამ პუტინისთვის ეს არ არის რუსეთის ძალის დემონსტრაცია, როგორც მას გონია. ეს არის სასუწარკვეთა. პუტინმა იცის, რომ უკრაინა საპასუხო დარტყმას მიაყენებს. უკრაინამ ეს უკვე დაამტკიცა თავისი შურისძიების შეტევებით ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში. სხვათა შორის ეს ივნისის შეტევები იყო ერთთვიანი იერიშის ნაწილი, რომლის დროსაც უკრაინამ გაანადგურა ან დააზიანა 172 რუსული თავდაცვის ინდუსტრიის ობიექტი და საწვავის ინფრასტრუქტურა, ასევე თითქმის 3000 სხვა სამხედრო ობიექტი. ასე რომ პუტინმა იცის, თუ რა დაუჯდა რუსეთის თავდასხმები კიევზე მის სამხედრო ძალას. მაგრამ მას შეჩერება არ შეუძლია. სხვა არჩევანი არ აქვს. რამდენადაც ტრაგიკულია ეს თავდასხმები, ისინი იმდენადვე პროვოკაციაა უკრაინის შურისძიებისთვის, რამდენადაც უკრაინის ტერორიზების საშუალებაა 2026 წელს. უკრაინამ უკვე გააფრთხილა პუტინი. 26 ივნისს ევრონიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ დაამტკიცა 40 დღიანი ოპერაცია, რომელსაც ჩაატარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და რომლის მიზანიცაა პუტინზე ზეწოლა, რათა მან დაასრულოს თავისი ომი. ზელენსკის თქმით, ეს ოპერაცია მოიცავს როგორც გრძელვადიან, ასევე საშუალოვადიან სანქციებს. და ამან უკვე აიძულა რუსეთის მარიონეტული ხელისუფლება ყირიმში გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა ნახევარკუნძულზე. რასაც ეს 40 დღიანი კამპანია ნიშნავს რუსეთისთვის, მარტივია. კიდევ ბევრად მეტი მოდის. დრონებისა და რაკეტების იერიშები, რომელთა შესახებაც ამ ვიდეოში ვისაუბრეთ, უკრაინის კამპანიის ნაწილია. ივლისის ბოლომდე კიდევ ბევრ ასეთ იერიშს ვიხილავთ.
რუსეთ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამ იერიშების წინააღმდეგ. პუტინიც ამას კარგად იცის, ამიტომაც მხოლოდ ტერორის დათესვა დარჩა იმ იმედით, რომ ეს იერიშები შეწყდება. მაგრამ ეხლა რუსეთის ლიდერი იმდენად საცოდავ მდგომარეობაშია, რომ აღიარა, ეს იერიშები მაინც მოხდება და ერთადერთი რაც მას დარჩა არის ის, რომ სცადოს მოვლენების ინტერპრეტაციით მანიპულირება. როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, პუტინი ახლა ცდილობს უკრაინის შორ-მანძილზე განხორციელებული იერიშები გამოიყენოს როგორც გამართლება რუსეთის ფრონტის ხაზზე შეტევებისთვის და იმ ომის მზარდი ხარჯებისთვის, რომელიც თავად დაიწყო. ეს გამართლებები დასავლეთისთვის არ არის გამიზნული. პუტინი ამ გამართლებებს იყენებს იმისთვის, რომ რუსეთის საკუთარ ხალხს დააჯეროს, თითქოს ის, რასაც აკეთებს, აუცილებელი. ფარისეულობა პუტინის თითოეული ფორიდან იღვრება. მაგრამ მანიპულაცია არ იმუშავებს. რუსეთის ხალხი მხოლოდ უკრაინის შურის ძიებას დაინახავს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიწובה, საწვავი გაქრება, სამხედრო ობიექტები განადგურდება და რუსეთს სახმელეთო ფრონტზე კვლავაც გაუჭირდება. უკრაინის დარტყმების სერია ივნისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში იყო შურის ძიება იმისთვის, რაც რუსეთმა კიევში გააკეთა. მაგრამ ნამდვილი შურის ძიება იქნება გამარჯვება, რომელსაც რუსული საომარი მანქანის განუწყვეტელი განადგურება მოუტანს. თუ ოდესმე დაგჭირდებათ გაკვეთილი როგორ არ უნდა მართოთ ქვეყანა, უბრალოდ კითხეთ ვლადიმირ პუტინს. უკრაინაზე მისი აკვიატების გამო პუტინმა რუსეთი დაღუპვისკენ მიიყვანა. რა თქმა უნდა, ცდილობდა ეს დაემალა. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩანდა, რომ რუსეთის ეკონომიკა გასაკვირად განძლე იყო სანქციების გავლენისა და იმ ფულის ვაკუუმის მიმართ, სადაც პუტინის ომი იქცა. მაგრამ როგორც რუსეთის მრავალი სპორტსმენი წარსულში, ქვეყნის ეკონომიკაც სტეროიდებზე იყო. ეხლა კი გული ვეღარ უძლებს. არ არსებობს განკურნება იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც პუტინმა თავისი ქვეყანა შეიყვანა. და ამ პრობლემის ერთი სიმპტომი განსაკუთრებით გამოიკვეთა 2026 წლის ზაფხულში. საწვავის დეფიციტი მთელ რუსეთში. ბოლო 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პუტინმა შედარებით კარგად შეძლო რუსეთის მოსახლეობის ომისგან დაცვა, რომელიც თავად დაიწყო. რა თქმა უნდა, დასავლეთში წარმოებული შორ-მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინაში გამოჩენამ საზღვრისპირა რეგიონების საფრთხის ქვეშ დააყენა, მაგრამ ეს მცირე პრობლემა იყო. ამ რეგიონებს კონფლიქტი ისედაც უნდა ელოდათ, რადგან უკრაინასთან ასე ახლოს არიან. უკრაინის შორ-მანძილზე მოქმედი დრონების სექტორის განვითარება უფრო დიდი პრობლემა იყო. დაახლოებით 2024 წლიდან ეს დრონები სულ უფრო ღრმად ჩნდებიან რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ მაინც ომის ნამდვილი გავლენა დამალული იყო. წლების განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა ძლიერად გამოიყურებოდა და საწვავის პრობლემა არ არსებობდა. მაგრამ 2026 წელს ყველაფერი შეიცვალა. რუსეთი უკვე ბოლო ორთქოზე მუშაობს, თანაც ერთზე მეტი გაგებით. პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიტიკოს ინფორმაციით, რუსეთის 83 რეგიონიდან 2/3-ს ახლა საწვავის მარაგებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მილიონობით რუსს უწევს გამკლავება საწინააღმდეგო ზომებთან, რომლებიც მოიცავს როგორც ნორმირებას, ასევე საწვავის გატიტვაზე სრულ უარს ყველასთვის, ვინც სამხედროებს ან საგანგებო სამსახურებს არ ეკუთვნის. კრიზისი სიღრმისეულია და შესაძლოა ეს იყოს პუტინის ომის პირველი ნამდვილად გარდაუვალი ნიშანი, რომელსაც მთელი რუსეთი იძულებული გახდა შეხედოს. როდესაც უკრაინის დრონები უფრო მეტ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აზიანებენ, საწყობებს ანადგურებენ და საწვავის სატვირთოებსაც კი ანგრევენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისას, რუს მოსახლეობაში შიში ვრცელდება. ერთმა ქალმა სახელად ირინა უთხრა ალ-ჯაზირას. ძალიან მაშინებს ეს გაურკვევლობა და ის რომ არ მესმის საითმინდის სიტუაცია. მოსკოვის მცხოვრებმა სახელად იგორმა დაამატა. ვფიქრობ, ყველაფერი კონტროლიდან გამოვა, თუ კრიზისი დიდ საწარმოებს დახურავს. იგორს არ იცის რამდენად მართალია. იმდენადვე საზიანოა რუსეთის საწვავის კრიზისი უკრაინის ომის იმ აღქმას, რომლის შენარჩუნებასაც პუტინი წლებია საკუთარ ქვეყანაში ცდილობს, ეს საწვავის კრიზისი ბევრად უფრო ფართო პრობლემის სიმპტომია. Fortune-ის ინფორმაციით, რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სინძლავრის თითქმის 25% გამორთულია და გავრცელებულია ცნობები, რომ ადამიანები 18 საათზე მეტხანს ელიან ბენზინგასამართ სადგურებზე, მხოლოდ იმისთვის, რომ მანქანაში ცოტა ბენზინი ჩაასხა. პრობლემები, რომლებიც პუტინს ასე დიდხანს სურდა დაემალა, ეხლა ყველასთვის ნათელია. საწვავის კრიზისი არის ავთვისებიანი ნიშანი იმ დაავადებისა, რომლის შექმნაშიც თავად პუტინს მიუძღვეს წვრილი. როგორც მლიქვნელი ლიდერი, როგორიც პუტინია, ის ერთდროულად ცდილობს თვალი აარიდოს მიმდინარე მოვლენებს და იშვიათი ნაბიჯიც გადადგას და აღიაროს, რომ შესაძლოა, უბრალოდ შესაძლოა, რაღაც ძალიან არასწორად მიდის რუსეთისთვის, მისი საწვავის ინდუსტრიისა და მთლიანად ეკონომიკისთვის. 28 ივნისს კრემლმა დიდი ხმაური ატეხა იმის შესახებ, რომ პუტინმა მოწვია უმაღლესი თანამდებობის პირები რუსეთის საწვავის კრიზისის განსახილველად. ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. პუტინი იმდენად მოწყვეტილია იმ რეალობას, რაც რუსეთში ხდება, რომ მისთვის საუკეთესო გამოსავალია უბრალოდ მიუთითოს პრობლემაზე და სხვებს დაავალოს მისი მოგვარება, როგორც შეძლებენ. პუტინი ცდილობს თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს რეალობას მოწყვეტილი არ არის და თითქოს შეუძლია გაუგოს რუს ხალხს, როცა აღიარებს, რომ იმ ინფრასტრუქტურულ დარტყმებს, რომელთა დამალვაც აღარ შეუძლია, უკვე აქვთ გავლენა. ისი თქმით, რუსეთში საწვავის მარაგებში გარკვეული დეფიციტია, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს კრიტიკული არ არის. მილიონობით რუსისთვის, რომლებიც ცარიელ ბენზინგასამართ სადგურებთან დგანან, ეს საკმაოდ კრიტიკულად ჩანს.
ეს დეფიციტი პარალიზებას უკეთებს ბიზნესის ფლობელებს, რომლებიც საწოვის გარეშე ვერ მუშაობენ და დედებს, რომელთაც ტირილი ბავშვები ყავთ და ვერ ავსებენ მანქანას, რომ პატარები ბაღში მიიყვანა. მაგრამ აქ ხდება ეს ყველაფერი პუტინისთვის მართლაც სერიოზული. საწოვის ფასები რუსეთში იზრდება. და ეს მზარდი ფასები გავლენას ახდენს რუსეთის ინფლაციის დონეზე. და რუსეთის ცენტრალური ბანკის მიხედვით, ეს გავლენა ბევრად უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, ვიდრე წარსულში. პოლიტიკო ამ ყველაფერს არ ნიშნავს და ამბობს, რომ მთავრობასა და მსხვილ ნავთობ კომპანიებს შორის არსებული შეთანხმება ფასების შეკავებაზე შესაძლოა დაეხმაროს ოფიციალური ფასების დაბალ დონეზე შენარჩუნებას. მაგრამ ცალკეული ცნობები მიუთითებს, რომ არაოფიციალური საწოვის გაყიდვები მნიშვნელოვნად მომატებული ფასებით იზრდება, რასაც ბიზნესები იძულებულნი არიან მომხმარებლებს გადააკისრო. ზეგავლენა გარდაუვალი იქნება. როცა ბიზნესებს მეტი თანხის გადახდა უწევთ, საბოლოოდ ხალხი რჩება ზარალში. პუტინისთვის ასეთი ამბები მოსალოდნელ გულის შეტევას გავს, მაგრამ ეს ფაქტობრივად რუსეთის ეკონომიკის ზუსტი აღწერაა უკრაინის ომის დაწყებიდან. რუსეთის საწოვის კრიზისი შეიძლება იყოს ყველაზე აშკარა რამ, რასაც პუტინი ვეღარ მალავს საკუთარი ხალხისგან. თუმცა ეკონომიკური ქაოსი, რომელიც ამ კრიზისის ფონზე გამომჟღავნდა, პუტინისთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემაა. პუტინი გამოაშკარავდა როგორც ადამიანი, რომელმაც წლების განმავლობაში სტეროიდები შეუყვანა რუსეთის ეკონომიკურ გულში. ეხლა ეს გული თითქმის აფეთქების ზღვარზეა. მოდით დავბრუნდეთ 2023 წელს. იმ დროისთვის უკრაინის ომი უკვე დაახლოებით 1 წელი მძვინვარებდა, ხოლო დასავლეთის ქვეყნებმა ერთობლივად შემოიღეს სანქციების მთელი რიგი, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის დასჯას მისი ეკონომიკის დასუსტებით. მაგრამ ვლადიმერ პუტინს გეგმა ჰქონდა. როგორც ექიმი, რომელსაც ხელში აქვს ნემსის სიძლიერის გამაძლიერებლებით, ის აპირებდა რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებას სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსზე გადასვლით. ნაბიჯი, რომელმაც მოსკოვს საშუალება მისცა, სრულად აერია ისინი, ვინც ფიქრობდა, რომ ქვეყანა შეჭრის შემდეგ მტკიციერად დაინგრეოდა. და ეს გარკვეული დროით მართლაც იმუშავა. სამხედრო ინდუსტრიალიზმის სტეროიდი რუსეთის ეკონომიკის გულში ჩაიყვარა და ეს მოულოდნელად დადებით შედეგებს გამოიწვია. მსოფლიო ბანკის მიხედვით რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ის ზრდა 2023 წელს 4.1% იყო. 2024 წელს MŠP-ის ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო, 4.9%. როგორც რომ უყურებს სპრინტერს, რომელიც 100 მეტრს 9 წამში ასრულებს, მსოფლიო გაოცებული დარჩა და ფიქრობდა, როგორ მოხდა ეს საერთოდ. რუსეთის MŠP 2022 წელს, როდესაც პუტინმა დაიწყო თავისი ომი, 1.4%-ით შემცირდა. მაშ, როგორ შეიძლება რომ ახლა არა მხოლოდ იზრდება, არამედ ასე შთამბეჭდავადაც იზრდება 1-2 წლის შემდეგ. პუტინმა პასუხი იცოდა მაშინაც კი, როცა სტეროიდებით გაჯერებულ ნემსს მალავდა. რუსეთში ეკონომიკური განძლეობა, რომელსაც ვხედავთ, მოჩვენებითია. დიახ, სამხედრო სამლეწველო კომპლექსზე გადასვლა შეიძლება ნაწილობრივ ხსნიდეს ამას, მაგრამ როგორც ევროპული ლიდერობის ქსელი აღნიშნავს, პუტინი რუსულ სისტემაში უამრავ ფულს ასხამდა. ამბობს, რომ 2022-დან 2024 წლამდე პერიოდში რუსეთმა განახორციელა ფისკალური ზომები, რაც ქვეყნის MŠP-ს 10%-ის გამოყენებას უტოლდება. ყველაფერი იმისთვის, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი გაეძლიერებინა, ხელფასების ზრდა უზრუნველყო და სესხების მაჩვენებლები მაღალი დაეტოვებინა. ეს იყო კვამლის ფარდა, ილუზია. მაგრამ მაინც, სულ ცოტა 2 წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკის გული თითქოს კარგად ცემდა. რუსეთის პრეზიდენტი სიამოვნებით აფრიალებდა ამ შედეგებს ყველას წინაშე, ვინც კი მოусმენდა. 2023 და 2024 წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პუტინის პასუხი იყო ყველასთვის, ვინც ფიქრობდა, რომ დასავლეთის სანქციები და უკრაინის ძალისხმევა, თუნდაც ერთად, საკმარისი იქნებოდა რუსეთის ეკონომიკის დასამხობად. როდესაც MŠP გაიზარდა, საშუალო ხელფასებიც მოიმატა და უმუშევრობაც კი შემცირდა. რუსეთი თითქოს კარგად იყო. მაგრამ პუტინმა კრიტიკული შეცდომა დაუშვა. სტეროიდები, რომლითაც მან რუსეთის ეკონომიკა გაამაგრა, არასდროს შეუწყვეტია. ეს იყო მუდმივი ხელოვნური მხარდაჭერა წლების განმავლობაში. რუსეთის ეკონომიკის გული უკვე პრობლემებს აწკდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ბოლოს თითქოს უფრო ძლიერი ჩანდა ვიდრე ოდესმე. ცემა. შემდეგ კი გაჩერება. გულის შეტევა მოხდა და რუსეთი ვეღარასდროს შეძლებს ართგენას, სანამ პუტინის ომი გრძელდება. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, ეს არის სამხედრო შოუ და ჩვენ ვყვებით სათაურებს მიღმა დარჩენილ ამბებს. თუ მოგწონთ ის, რასაც უყურებთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ შეტყობინებების ხილაკს, რომ ნახოთ ჩვენი სხვა სიღრმისეული ანალიზები რუსეთის მრავალ უკრაინულ ომთან დაკავშირებულ პრობლემებზე. როცა 2025 წელი დადგა, პუტინს სჯეროდა, რომ ბოლო რამდენიმე წლის ჩვეულებრივი მიდგომა კვლავ გააგრძელებდა მუშაობას. ვემსი შედის, ავსებს სამხედრო სამრეწველო კომპლექსს ფულით და შემდეგ ამოაქვთ მანამ, სანამ კიდევ მეტი ფული არ დასჭირდება. მაგრამ პუტინმა ვერ გაითვალისწინა, რომ მისი თავდაცვის ინდუსტრიაზე დაფუძნებული გამოსავალი მასიური ეკონომიკური გამოწვევისთვის ვერ იქნებოდა მარადიული. ფული ამოიწურებოდა, ასევე მუშახელი და რუსეთის MŠP კატასტროფულად დაეცემოდა. და სწორედ ეს ნახეთ 2025 წელს. მსოფლიო ბანკის თქმით, რუსეთის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 1%-მდე დაეცა. ეს მაინც ზრდა, მაგრამ ეს ზრდის ისეთი ტემპია, რომელიც წინა 2 წელთან შედარებით თავისუფალ ვარდნას წარმოადგენს.
2026 წელი კიდევ უფრო მძიმე იქნება. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე პროგნოზები შემცირდა. წლის დასაწყისში მოსალოდნელი იყო 1.3%-იანი MŠP-ის ზრდა. ახლა კი მხოლოდ 0.4%-ია. ისევ ვარდნაა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, რუსეთი 2027 წელს რეცესიაში აღმოჩნდება. რუსეთის ეკონომიკის გული ჯერ გაჩერდა, მერე გასკდა, მორჩა. აი ეს ხდება, როცა ეკონომიკას ნომიკას ხალბად აბერო და რუსეთი ამას უკვე გრძნობს. ამჟამად ეს ეკონომიკა სადღაც სრულ სტაგნაციასა და მილიტარიზაციას შორისაა, რომელიც პუტინმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოახვია თავს. გახსოვთ ის დაბალი უმუშევრობის მაჩვენებლები, რაც ვახსენეთ? ისინი უფრო მიუთითებებენ მუშახელის სრულ დეფიციტზე რუსეთში, ვიდრე ჯამრთელ ეკონომიკაზე, რომელიც როგორც უნდა ისე ფუნქციონირებს. რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი მილიარდობით დოლარით დაიცალა პუტინის ომის დასაფინანსებლად და რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების დიდი ნაწილი გასაგასაი დუმლოებულია, მათ შორის თავდაცვის ბიუჯეტის 80%. ამიტომ რთულია დაინახო, სად მიდის რეალურად ეს ფული. პუტინის დიდი შეცდომა იყო ისეთი ეკონომიკის შექმნა, სადაც სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ყველაფერს აკონტროლებდა. მისი ვარაუდით, რომ უკრაინა სწრაფად დაეცემოდა და მილიარდობით მინერალურ სიმდიდრეს მოუტანდა, რაც ომის დასრულების შემდეგ სიტუაციის გამოსწორების საშუალებას მისცემდა. უკრაინა არ დაცემულა და რუსული გემი ტონობით წყალს იღებს. მანამდე ვიდეოში ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ არის რუსეთის საწვავის კრიზისი იმ უფრო ფართო ეკონომიკური პრობლემების სიმპტომი, რომელსაც ქვეყანა აწყდება. და გულისხმობ თამაში. ყველაფერი ინფლაციამდე მიდის. აღნიშნეთ, რომ რუსეთის საწვავის ფასები გავლენას ახდენს ქვეყანაში უფრო ფართო ინფლაციაზე. და სწორედ ამას ხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს ფასები დაბლა შეინარჩუნოს ნავთობის კომპანიებზე ფასების შეზღუდვების დაწესებით, არაოფიციალურ გაყიდვებზე დამატებული ფასნამატები ამ ძალისხმევას ანეიტრალებს. მაგალითად, სევასტოპოლში, რომელიც ყირიმის პორტის ქალაქია და უკრაინის კამპანიის შედეგად რუსეთის საწვავზე ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქალაქად ითვლება, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები ერთ კვირაში 30%-ით გაიზარდა, იუწება Moscow Times. ინფლაციის ეს მაჩვენებელი რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს. ინფლაცია უკვე პრობლემას წარმოადგენდა. ხოლო 2026 წლის პირველ ორ თვეში მთელ ქვეყანაში ფასები 2.1%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს ბავშვური თამაშია 2028 წელს დაფიქსირებულ 10%-იან ინფლაციასთან შედარებით. ეხლა რუსეთი შეშფოთებულია, რომ ეკონომიკის შემცირების, საწვავის კრიზისის გავრცელებისა და ინფლაციის შესაკავებლად მიღებული ზომების წარუმატებლობის ფონზე შეიძლება ახალი ინფლაციური სპირალი დაიწყოს, სადაც ფასები კვლავ აფეთქდება. რუსეთის ცენტრალური ბანკი უკვე ცდილობს რეაგირებას. მისმა ბოლო საკვანძო განაკვეთის შემცირება მხოლოდ მეოთხედით შეამცირა რუსეთის საბაზო საპროცენტო განაკვეთი და ივნისში 14.25%-მდე ჩამოიყვანა. ეს უკვე იმდენად მაღალია, რომ სესხების აღებება არ თუდება იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც ფული სჭირდებათ, მაგრამ რუსეთი განაკვეთის კიდევ უფრო შემცირებას ვერ გარისკავს ინფლაციის პრობლემების გამო. ზოგი ამტკიცებს, რომ რუსეთის ეკონომიკა უკვე იმდენად გაცივდა, რომ განაკვეთის უფრო სწრაფად შემცირება შეიძლება, რაც მეც სესხს გამოიწვევს. მაგრამ ეს შემაწუხებელი საწვავის კრიზისი არ ქრება და ძირითადი განაკვეთის შემცირების მცდელობის რისკი ისაა, რომ ამის შედეგად ინფლაცია შეიძლება ისევ გაიზარდოს. ეს გამოუვალი მდგომარეობაა. დააშკარაა, რომ ყველაფერი, რასაც რუსი ეკონომისტები ცდილობენ სიტუაციის გამოსასწორებლად, საუკეთესო შემთხვევაში ნახევარზომა იქნება. უმეტესობა ერთიანდება მარტივ აზრზე, რომ ვლადიმირ პუტინის ომი უკრაინაშია დამნაშავე ყველაფერში, რასაც ახლა ვხედავთ. ეს ვლადიმირ პუტინის პოლიტიკაა, რომელმაც რუსული ეკონომიკა სტეროიდებით გაავსო და ცრუ სურათი შექმნა. ვლადიმირ პუტინის ბრალია, რომ გულმა ვერ გაუძლო და ეკონომიკა გაჩერდა. და ვლადიმირ პუტინის ბრალია, რომ ახლა რუსეთში საწვავის კრიზისია. რა თქმა უნდა, არც ერთი წამყვანი რუსი ეკონომისტი ამას პირდაპირ არ იტყვის, მაგრამ ეს იგულისხმება ყოველ ჯერზე, როცა ამბობენ, რომ საომარი მოქმედებების დასრულებას ემხრობიან. ეს დაფარული გზაა იმის სათქმელად. დაასრულე შენი შეშლილი ომი, სანამ რუსეთსაც თან გაიყოლებ. ვლადიმირ პუტინო. სამწუხაროდ, ვლადიმირ პუტინი უკრაინიდან არ გამოვა. მან რუსეთი ფინანსური უბსკრულის ზღვარზე მიიყვანა და ახლა მას პირდაპირ გადაჭეხავს, რადგან უკრაინაზე იმდენადაა შეპყრობილი, რომ ვერც კი ამჩნევს იმ უზარმაზარ უბსკრულს, რომელიც მას უყურებს. აი რეალობა, რომელსაც რუსეთი ამჟამად აწყდება. ის მკვეთრად გაზრდილი სახელმწიფო დაფინანსება, რომელმაც 2023 და 2024 წლებში რუსეთის ეკონომიკის წარმატების ცრუ შთაბეჭდილება შექმნა, აღარ არსებობს. ნავთობისა და გაზის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, ნაწილობრივ დასავლეთის სანქციების გამო და ნაწილობრივ უკრაინის კინეტიკური სანქციების შედეგად, რომლებიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საცავებსა და საწყობებს ანადგურებს. მაისში რუსეთის ნავთობის წარმოება მე-6 თვეა ზედიზედ მცირდება. 2025 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 24%-ით შემცირდა. მსგავსი რამ 2026 წლის განმავლობაშიც გვექნებოდა ნანახი, რომ არაოპერაცია ეპიკური რისხვა და ჰორმუზის სრუტის დახურვა, რამაც რუსეთს დროებითი შვება მისცა. თუმცა ნავთობის ფასები ნორმალიზდება და წლის ბოლოსთვის შესაძლოა კვლავ $60 დაეცეს ბარელზე, იუწება oilprice.com. ამიტომ მოულოდნელი შემოსავალი, რომელმაც რუსეთს გარკვეული დროით დახმარება გაუწია, უკვე ქრება.
საწარმოო სექტორები, რომლებშიც რუსეთმა დიდი რაოდენობით ფული ჩადოდა, რომლებიც თავდაცვასთან არის დაკავშირებული, უკვე სიფთულეებს აწყდება, რადგან წარმოება ჩიხში შევიდა. უბრალოდ აღარ დარჩა რესურსი, რომ კიდევ რამე აშენდეს. სამოქალაქო მუშახელის გადინება რუსეთის სამუშაო ბაზიდან კიდევ ერთი პრობლემაა. ეს მუშახელი ან თავდაცვის სექტორში გადავიდა, ან უკრაინაში წავიდა და დაიღუპა. რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გარეთ მოქმედ ბიზნესებს აკლიათ ნიჭიერი კადრები იმ დროს, როცა ისინი ჯერ კიდევ უმკლავდებიან ძალიან მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. რუსეთის არც ერთი სექტორი, რომელიც პირდაპირ ომში არ არის ჩართული, აღდგენას არ განიცდის. ხოლო ის სექტორები, რომლებიც ჩართულნი არიან, უკვე მაქსიმალურად დატვირთულნი არიან და ვეღარ იზრდებიან. და ამ ყველაფრის ფონზე სახელმწიფო ფული, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის სტეროიდივით მოქმედებდა, თანდათან იწურება. რუსეთის MSP 2026 წლის პირველ კვარტალში შემცირდა, რადგან ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი უკონტროლოდ იზრდება. ჰილმა ითხოვინება, რომ ინფლაცია კვლავ იზრდება, რაც ამართლებს იმ ადამიანების შიშებს, ვინც ფრთხილობს საკვანძო განაკვეთების შემცირებას და აჩვენებს რუსეთის საწოვის კრიზისის გავლენას. და უკრაინა არ აპირებს გაჩერებას. მას არ გამოელევა საშუალო და ღრმა დარტყმის დრონები, რომლებიც დიდ ზიანს აკენებენ რუსეთის საწოვის ინდუსტრიას. ანადგურებენ პუტინის საომარ მანქანას და ანადგურებენ ძვირადღირებულ სამხედრო ტექნიკას, რომლის ჩანაცვლებაც რუსეთის გაბერილ თავდაცვის სექტორსაც კი უჭირს. ვერავინ უარყოფს ამას, ვინც ყურადღებას აქცევს. ბოროტის სიმსივნე, რომელიც რუსეთს მოედო, პუტინია და სხვა განკურნება არ არსებობს გარდა მისი მოცილებისა. რა თქმა უნდა, რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს სიტუაცია ისეთი მძიმე არ იყოს, როგორც ჩანს. 10 ივნისის სტატიაში Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, თითქოს ქვეყანაში ბიუჯეტური კრიზისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის პირველ 5 თვეში ბიუჯეტის დეფიციტი 83.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირინა ოკლადნიკოვამ კი განაცხადა, რომ ბიუჯეტი გეგმის მიხედვით სრულდება, რაც გვაფიქრებინებს, რა ტიპის გეგმა ჰქონდათ. როგორც ჩანს, ამ გეგმაში ბიუჯეტის დეფიციტის რუსეთის მიზნობრივ მაჩვენებელზე 60%-ით გადაჯარებაც იყო გათვალისწინებული, რადგან 2026 წლის პირველ 5 თვეში ნავთობისა და გაზის შემოსავალი 30%-ით შემცირდა. არანაირი აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ ყველაფერი რიგზეა, როცა რუსეთი ცეცხლშია. მაგრამ ესეთი მიდგომა პუტინურია. გადააგორე პრობლემა მომავალზე და იმედი გქონდეს, რომ რუსი ხალხი მზად იქნება კიდევ უფრო მეტი სიფთულე აიტანოს მისი ომის გულისთვის. რუსი ხალხი ამას აღარ იჯერებს. არა რომ რუსეთს თავიდანვე პერვი რამ ქონდა გასაყიდი. 30 ივნისის სტატიაში Fortune-მა გააშუქა გალუპის გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ რუსების 60% პესიმისტურად უყურებს მათი ეკონომიკური მომავლის პერსპექტივას. პირობები უკვე ცუდია და ისინი მხოლოდ გაუარესდება. ეს მაჩვენებელი ასევე 21%-ით გაიზარდა იმ 39%-თან შედარებით, ვინც 2025 წელს ანალოგიური პესიმიზმი გამოხატა. ასე რომ აშკარაა, რომ კრიტიკული წერტილი მიღწეულია და ჩვეულებრივმა რუსებმა გააცნობიერეს, რომ პუტინის შეუსრულებელი დაპირებები და ეკონომიკური წარუმატებლობები მათ ცხოვრებას აუარესებს. რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა გააზრებასა და აქტიურ აჯანყებას შორის წარუმატებელი ლიდერის წინააღმდეგ, მაგრამ ეს დასაწყისია. და უკრაინა იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი სადმე მიგვიყვას. საბოლოო ჯამში პუტინი ძალიან შეპყრობილია, რომ გაჩერდეს. ან იქნებ უფრო ზუსტად. პუტინმა იცის, რომ უკრაინის ომის დასრულება ისე რომ არ მისცემს საშუალებას, ეს თითქოს გამარჯვებად გაასაღოს. მაგალითად, დონბასის დაცემა იქნება კიდევ ერთი გატეხილი დაპირება 9 წლეულის განმავლობაში, რომელიც სავსეა ასეთი დაპირებებით. მაინც გაჩნდა შესაძლებლობა, რომ კიდევ მეტი ტკივილი დაემატოს. დამატებითი სანქციები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების და იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გემებიდან ყიდულობენ და ასევე შუამავლობენ სანქცირებული საქონლის რუსეთში ტრანსპორტირებაში, შეიძლება დანაჩასწეს სტეროიდებით გაჯერებულ რუსეთის ეკონომიკის გულს. დაწესდება ეს სანქციები. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. მაგრამ ამ სანქციების გარეშეც კი არ არსებობს წამალი პუტინის არაკომპეტენტური ეკონომიკური პოლიტიკის ორმაგი დოზისა და უკრაინის მიერ იმ სუსტი საფუძვლის განადგურების წინააღმდეგ, რომელზეც რუსეთის ეკონომიკა აშენებული. დაცემა ახლოვდება. პუტინმა ახლა ის გააკეთა, რაც წარმოუდგენელი იყო. მან აღიარა, რომ უკრაინა რუსეთს ანგრევს. ეს აღიარება პუტინის ჩვეულ სტილში გაკეთდა. ის აწავიდო და იმდენად შორს, რომ ეთქვა, ომი წაგებულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ საერთოდ ასე აღიარებს უკრაინის ძალას, გვიჩვენებს, რას ფიქრობს სინამდვილეში პუტინი. მას ესმის, რომ უკრაინა იმარჯვებს. პუტინს ესმის, რომ რუსეთს აღარ შეუძლია ვითარების შეცვლა. და ახლა მის სიტყვებში ვხედავთ სასოწარკვეთილ მცდელობას დაიბრუნოს კონტროლი ნარატივზე, რომელიც დიდი ხნის წინ გაექცა ხელიდან, რადგან პუტინი საკუთარ მომავალზე პანიკაშია. როდესაც უკრაინა აძლიერებს თავის შორმანძილზე იერიშების კამპანიას რუსეთის წინააღმდეგ, პუტინი იძულებული გახდა ეღიარებინა რაღაც ისეთი, რასაც არავინ წარმოიდგენდა, რომ მისი პირიდან გამოვიდოდა. რუსეთს საწოვის კრიზისი აქვს და ეს ყველაფერი უკრაინის დარტყმების შედეგია. რა თქმა უნდა, პუტინს პირდაპირ ამის თქმა შეეძლო და თავისი აღიარება გამოიხენა როგორც უცნაური მოწოდება რუსეთის ხალხისადმი, რომ მათ უნდა გააგრძელონ ტანჯვა მისი ომის გამო. რა თქმა უნდა, მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით გარკვეულ გეგმებს ვაკორექტირებთ, მაგრამ ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შიდა განვითარების პროგრამა უდავოდ სრულად განხორციელდება.
პუტინმა ეს თქვა 28 ივნისს, როცა ცდილობდა დაერწმუნებინა რუსეთის ხალხი, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე ცარიელი ტუმბოები ვერ შეაჩერებს რუსეთს სახლების აშენებაში, გზების შექმნაში და სამუშაო ადგილებისა და მხარდაჭერის შეთავაზებაში რუსეთის მოსახლეობისთვის. მაგრამ მაშინაც კი როცა ცდილობდა გაელამაზებინა ეს გზავნილი, პუტინს მოუწია ეღიარებინა, რომ მისმა ომმა ტკივილი მოუტანა მის ხალხს. ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ ამან ბევრი გვასწავლა და შეგვაძლებინა გავიგოთ, რას ნიშნავს იყო რუსეთის მოქალაქე, თქვა პუტინმა. რას ნიშნავს იყო რუსეთის მოქალაქე, პუტინ? რადგან ამჟამად, როგორც ჩანს, ეს ნიშნავს ცხოვრებას ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა გაანადგურა და ნავთობის ინფრასტრუქტურის ყველა ნაწილი, რომელიც რუსეთს აცოცხლებს, უკრაინის სამიზნედ აქცია. ეს სამწუხარო განცხადებაა კაცისგან, რომელიც ხვდება, რომ მისი შეჭრა ჩავარდა და მისი ხალხი სულ უფრო და უფრო ბრაზდება იმაზე, რომ ომი, რომლის დასრულებასაც რამდენიმე დღეში ვპირდებოდა, ეხლა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ უკვე პირდაპირ აზიანებს მათ. მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ ეს უბრალოდ პუტინის აღიარებების ბოლო მაგალითია. ზუსტად 16 დღით ადრე პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი შეხვდნენ რუს ჯარისკაცებს, რათა ომის მდგომარეობაზე ესაუბრათ. ამ შეხვედრაზეც ნახეთ რაღაც, რაც პუტინის ბოლო კომენტარებს გავდა. რუსეთის ლიდერმა სცადა ყურადღება გაემახვილებინა კრემლის მიერ შემოღებულ ახალ სოციალურ ზომებზე, მაგრამ ამავდროულად მან აღიარა, რომ უკრაინის დრონების იერიშები უყურადღებოდ ვერ დარჩება. პუტინის თქმით, ეს მცდელობაა გაახეთქილების დათესვის. რუსეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ წინსვლა ადგილზე ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც რუსეთს სურს, რაც კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ რუსეთის სტრატეგია მარცხს განიცდის. პუტინს არ შეუძლია იპოვოს ის პასუხები, რომლებიც უკრაინის გამარჯვების შეჩერებას შეძლებს. ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ პუტინმა სავარაუდოდ გადაწყვიტა აღიაროს რუსული ძალების მიერ განცდილი გარკვეული წარუმატებლობები, რათა რუსი სამხედროების თვალში, რომლებმაც უშუალოდ გამოსცადეს ეს მარცხები, უფრო ინფორმირებულად და რეალისტურად გამოჩნდეს. და ISW-ს სწორად აღნიშნავს. პუტინი კიდევ ერთხელ ცდილობს თავისი ომის შესახებ ნარატივის კონტროლს და ამის მცდელობის გზა არის ის, რომ ცდილობს რუს ხალხთან თავი გაიგიოს. თითქოს უფრო კარგად ესმის იმ საშინელებების, რაც მან ქვეყნის სამხედროებზე დაატეხა, ვიდრე სინამდვილეში ესმის. ეს პუტინის სასუწარკვეთილებაა, რომელიც აშკარად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დამარცხების პირდაპირი აღიარება არ არის, ეს განცხადებები მნიშვნელოვნად განსხვავდება პუტინის ჩვეულებრივი მოქმედების სტილისგან. დავუბრუნდეთ აპრილს. იმ თვეში პუტინმა კიდევ ერთი პრობლემა აღიარა, რომელსაც რუსეთი აწყვეტება. თუმცა მისი ტონი სრულიად განსხვავებული იყო. ამჯერად პუტინს რუსული ეკონომიკისა და მისი მრავალი ჩავარდნის წინაშე მოუწია დადგომა და მან მართლაც აღნიშნა, რომ რუსეთში ბიზნესისა და ინვესტიციების აქტივობის შემცირება დაფიქსირდა. მაგრამ მან არ მიანიშნა, რომ ამის მიზეზი მისი საკუთარი შეცდომები იყო. და მან ასევე არ სცადა მსმენელისთვის ყურადღების გადატანა იმ სოციალური პროგრამების განხილვით, რომელთა განხორციელებაც რუსეთს გარდაულად არ გამოუვა. ამის ნაცვლად პუტინმა წამოაყენა მოთხოვნები და პასუხისგებლობა სხვებს გადააბარა. რუსეთის პრეზიდენტმა თავის ქვეყნის წამყვან ფინანსისტებს უთხრა, რომ მათ უნდა იპოვონ გამოსავალი რუსეთის მრავალ ეკონომიკურ პრობლემაზე. სრულიად უგულებელყო ის ფაქტი, რომ სწორედ ის არის ამ პრობლემების ძირითადი მიზეზი. ეს პუტინის ჩვეულებრივი მიდგომაა. თუ ის რაიმე წარუმატებლობას აღიარებს, ეს არასდროს არის მისი ბრალი და ყოველთვის სხვას აგისრებს პრობლემის მოგვარებას. მაგრამ ეს ბოლო აღიარება განსხვავებულია. ჩვენ ვიღებთ პრობლემების აღიარებას, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სხვას დააბრალოს და ისე მოიქცეს თითქოს მას არაფერი ესაქმება ამასთან, პუტინი ცდილობს პირდაპირ დაარწმუნოს თავის ხალხი, რომ ის მუშაობს გამოსავალზე. ან როგორც ის ეუბნება მათ, რომ ამ ყველაფრის გადატანა ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილი რუსები არიან. ეს არის ელემენტარული манипуляცია და ბევრად უფრო მეტ სამხელს, ვიდრე პუტინს სურს რომ გამოჩნდეს. ის თავის ხალხს ეუბნება, რომ რუსეთი ომს აგებს. და სინამდვილეში ის უბრალოდ იმას ამბობს, რაც ამ ხალხმა უკვე იცის. რაც ამ ყველაფრიდან ჩანს, არის ის, რომ პუტინი პანიკაშია. მაშინაც კი როცა ის ფრთხილად აღიარებს, ეს უფრო გულწრფელია ვიდრე ჩვეულებრივა და ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა უკვე ისიც კი ვისაც თავი ქვიშაში აქვს ჩარგული, ხედავს რომ რუსეთში განწყობა მის წინააღმდეგ იცვლება. არასწორად არ გამიგოთ, პუტინი კვლავ გააკეთებს გრანდიოზულ განცხადებებს. იმავე დღეს, როცა მან აღიარა, რომ უკრაინის დრონები მასობრივ საწოვის დეფიციტს იწვევს, პუტინმა მაინც განაცხადა, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე ბრძოლას გააგრძელებს. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ პუტინი აპირებს თავისი ომის დასრულებას. მისი აღიარება ბევრად უფრო ხმაა და ეს აჩვენებს, რომ პუტინი საბოლოოდ აცნობიერებს, რომ ძალაუფლება ხელიდან უსხდება. მოდით ცოტა უფრო ღრმად ჩაუხმავდეთ. პუტინის მიერ უკრაინის დრონებისა და მათ მიერ გამოწვეული საწოვის პრობლემების აღიარება არსაიდან გამოჩენილი არ არის. დაახლოებით ერთი კვირით ადრე უკრაინამ მოსკოვის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც ცა სქელი შავი ღრუბლებით დაიფარა. Pravdas ინფორმაციით, ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოსკოვის ბენზინის მოთხოვნილების დაახლოებით 40%-ს და დიზელის 50%-ს ამარაგებს და ივნისში ორჯერ დაესხნენ თავს. ის მალე ვერ განაახლებს მუშაობას. Pravdas-თან საუბარში ერთმა ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ მის შესაკეთებლად მინიმუმ 9 წელი იქნება საჭირო. და ეს ისაა, რასაც პუტინი უბრალოდ ვერ დამალავს.
ბენზინგასამართ სადგურებზე დეფიციტი, რომელიც ამას მოხვება, აფეთქებების ვიზუალურ მტკიცებულებებთან და აფეთქების შემდეგ გაშავებულ ცასთან ერთად, ყველაფერი ეს არის მტკიცებულება, რომელსაც მოსკოველები საკუთარი თვალით ხედავენ. მათი უგულებელყოფა მოსკოველებისთვის იქნებოდა ნათელი მესიჯი, რომ პუტინი იმდენად მოწყვეტილია თავისი ომის შედეგებს, რომ ის უგულებელყოფს იმასაც კი, რაც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში ხდება. პუტინს არ შეეძლო დაეშვა, რომ ეს აღქმა გავრცელებულიყო, რადგან მას კიდევ ბევრი პრობლემა აქვს იმ ხალხის დარწმუნებაში, რომელსაც 2000 წლიდან მართავს, რომ ის ისევ შესაფერისი ადამიანია ამ თანამდებობისთვის. იმ დღეებში, სანამ პუტინი თავის პატარა აღიარებას გააკეთებდა, მან მძიმე დარტყმა მიიღო საკუთარი ხალხისგან. მისი რეიტინგი ომის დროინდელ მინიმუმამდე დაეცა და ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, თუ რა გავლენას ახდენს უკრაინის იერიშები ჩვეულებრივ რუსებზე. 27 ივნისის ანგარიშში უკრაინის ახალი ხმა იუწყებოდა, რომ კრემლის მხარდამჭერმა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდმა, ანუ FOM-მა, წარმოადგინა გამოკითხვის მონაცემები, რომლებიც 19-21 ივნისს შეაგროვეს. ამ მონაცემებმა აჩვენა, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უფრო ენდობიან პუტინს, 5%-ული პუნქტით შემცივდა, 74%-დან 79%-მდე. ეს მაინც შედარებით მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ გაითვალისწინეთ წყარო. ეს არის კრემლის მხარდამჭერი გამოკითხვის კომპანია, რომელიც პუტინისადმი საზოგადოებრივი აზრის მკვეთრ ვარდნას აფიქსირებს. რუსეთის ლიდერისთვის უფრო შემაშფოთებელია ის, რომ მათ ვინც თქვა, რომ უფრო არ ენდობა მას, რაოდენობა გაიზარდა 18%-მდე, რაც რეკორდული მაჩვენებელია ომის დაწყების შემდეგ. მაგრამ ალბათ პუტინისადმი ხალხის აზრის ყველაზე ჭეშმარიტი გამოხატულება მოდის გამოკითხვებიდან, რომლებიც რუსეთის მთავრობის საქმიანობას ეხება. მხოლოდ 44%-მა რესპონდენტებმა გაებმა განაცხადეს, რომ პუტინის გარემოცვა კარგ საქმეს აკეთებს, რაც შემცირებულია წინა 48%-თან შედარებით, ხოლო 24%-მა უკმაყოფილება გამოხატა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია ომის პერიოდში. პუტინმა იცის რას ნიშნავს ეს. უსახო მთავრობა ბევრად უფრო უსაფრთხოა კრიტიკისთვის, ვიდრე თავად პუტინი. ამიტომაც ვხედავთ იქ უფრო გულწრფელ მოსაზრებებს. რუსებმა იციან, რომ კრემლის ქმედებები სინამდვილეში პუტინის ბრძანებით ხდება და რუსეთის პრეზიდენტი ამ ფაქტს არ უგულებელყოფს. თუ მისი რეიტინგები აჩვენებს, რომ უფრო მეტი რუსი ხდება საკმარისად მამაცი, რომ პუტინის სახელით გააკრიტიკოს, თავრობის მონაცემები აჩვენებს, რას გრძნობენ ისინი სინამდვილეში მის მიმართ. როცა ფიქრობენ, რომ უკმაყოფილის კმაყოფილების გამოხატვით რისკს არ იღებენ. გაითვალისწინეთ, რომ კრემლი, როგორც წესი, ცენზურას უწესებს გამოკითხვის მონაცემებს. როგორც ეს მოხდა მაშინ, როცა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ შეგროვებულმა შედეგებმა პუტინის მხარდაჭერის მკვეთრი ვარდნა აჩვენა. რაც დაემთხვა იმ პერიოდს, როცა პუტინის შიდა მხარდაჭერის მაჩვენებელი 30%-ზე დაბლა დაეცა. იუწყება ახალი უკრაინის ხმა. აქ ხედავთ ნამდვილ მიზეზს, თუ რატო საუბრობს პუტინი იმ პრობლემებზე ბევრად უფრო ღიად, ვიდრე ოდესმე, რასაც უკრაინა რუსეთს უქმნის. მაგრამ ეს კიდევ უფრო ხმაა. ეს გახსნილობაც გამოწვეულია იმით, რომ ვეღარ აკონტროლებენ ნარატივს და რუსეთში განწყობა მთლიანად შეიცვალა, რასაც ვეღარც ისეთი განზრახ თვალდახუჭული ადამიანი, როგორც პუტინია, ვერ უგულებელყოფს. სანამ უფრო დეტალურად ავხსნით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ ხილაკს. გამოკითხვის შედეგებისა და იმ მტკიცებულებების გარდა, რაც რუსი ხალხის თვალწინაა, პუტინი სხვა პრობლემებსაც ებრძვის. მისი მცდელობები ყველაფერი დამალოს, აღარ მუშაობს. 2026 წლის დიდი ნაწილის განმავლობაში კრემლი ინტერნეტზეც უდომას ხუდავდა, მათ შორის შეზღუდვებს აწესებდა WhatsApp-ისა და Telegram-ის გამოყენებაზე. მობილური ინტერნეტის მომსახურების რეგულარული გათიშოებიც ხდება, ხშირად სწორედ იმ დროს, როცა უკრაინა დრონებით თავდასხმებს იწყებს. კრემლი ცდილობს განაცხადოს, რომ ეს ხდება საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობაში ჩარევის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდვები ხალხს უკრაინის წარმატებული თავდასხმების ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებაში უნდა შეუშაოს ხელი. რაც არ უნდა იყოს ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვების მიზეზი, ეს არ მუშაობს. ვიდეო მასალა მაინც ვრცელდება და Jamestown-ის ფონდის მიხედვით, პუტინის ანტიინტერნეტული ნაბიჯები მის დაბალ რეიტინგებს უწყობს ხელს. ეს გავლენას ახდენს ყველასზე, როგორც რიგით რუსებზე, რომლებიც ცდილობენ ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობას, ასევე ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებზე, რომლებიც ვეღარ იყენებენ Telegram-ს თანამებრძოლებთან დასაკავშირებლად. ამ ცდილობის ჩავარდნას, რომ კონტროლი მოეპოვებინათ ნარატივზე, თან ახლავს რუსი მალალჩინოსნების შვილების მასობრივი გატინება მოსკოვიდან. ამის შესახებ იუწყება უკრაინის ახალი ხმა, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბევრს, ვინც მუშაობს პუტინის მიერ შექმნილ სისტემაში, სჯერა, რომ ამ სისტემას მომავალი აღარ აქვს, იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება. ეთმა ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ მას მის კოლეგებს მომავალი არ ექნებათ, თუ პუტინის მმართველობა დაემხობა, რის გამოც მან თავის შვილი საზღვარგარეთ სასწავლებლად კლებლად გაგზავნა. უკეთესია, ეხლა დატოვა მომაკვდავი ქვეყანა, ვიდრე პუტინის დამხობის შემდეგ იქ დარჩე იმ ქაოსისთვის, რაც მოხვდება. რუსეთში განწყობა იცვლება და ამას ვლადიმერ პუტინიც ვეღარ უგულებელყოფს. ადამიანები, რომლებიც ადრე ერთგულები იყვნენ, ეხლა კრემლის სულ უფრო მკაც პოლიტიკაზე ჩივიან. რუსეთის მომავალთან დაკავშირებული პატრიოტიზმის ან ოპტიმიზმის ნებისმიერი ნიშანი ქვეყანას მთლიანად გამოეცალა. შეზღუდვები და რეპრესიები იზრდება, რადგან გარდაუვალი რეცესია მძიმე დაწვება იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იძულებულნი გახდნენ ბევრი გაეღოთ, ხშირად საკუთარი ოჯახის წევრების სისხლის ფასად, მხოლოდ იმისთვის, რომ პუტინის ომი გაგრძელდეს.
ისინი, ვინც უკრაინის ომთან შეგუებას შეძლეს, მას შემდეგ რაც ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია თავდაპირველად ჩავარდა, ახლა იმ სიღრმისეულ სევდაში იხჭობიან, რომელიც რუსეთის დიდ ნაწილს მოსდებია. პუტინი იძულებულია აღიაროს ფაქტი, რომ მას აღარ შეუძლია ნარატივის კონტროლი. ყველა, დაწყებული მის ხალხიდან და დამთავრებული კრემლის მხარდამჭერი ზოგიერთი წყაროთი და ოფიციალური პირით, მის წინააღმდეგ გამოდის. უკრაინამ რა თქმა უნდა ამ ყველაფერში უზარმაზარი როლი ითამაშა. რეჟიმი, რომელმაც წლები გაატარა ომის გამართლებასა და საკუთარი ხალხის დარწმუნებაში, რომ ისინი ომის უარყოფით შედეგებს ვერასდროს იგრძნობდნენ, ახლა სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა დაუცველი და პუტინი ყველაზე მეტად გაშიშლებულია. 1 მილიონზე ბევრად მეტი მსხვერპლი, დრონები ცაში, ხანძრები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში და ბენზინგასამართ სადგურებზე დეფიციტი. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ძლიერი რუსეთისა და სუსტი უკრაინის ნარატივი მცდარი. რუსეთის ხალხი ამას უკვე აცნობიერებს და ამას თავად პუტინიც ხედავს. სწორედ ამას გულისხმობდა მისი აღიარება. როცა პუტინი ღიად საუბრობს საწვავის დეფიციტზე, დრონების თავდასხმებსა და ფრონტის ხაზზე მარცხებზე, ის სასოწარკვეთილი, ბოლომწდელობით ცდილობს კვლავ აიღოს კონტროლი ნარატივზე. პუტინს უნდა რომ ახლობელი და გასაგები გამოჩნდეს. უნდა რომ ჩვეულებრივმა რუსებმა იცმონონ, რომ ის ხედავს მათ პრობლემებს და რაც მთავარია, რომ ზრუნავს მათ. აი რატომ ხედავთ საუბარს გზების მშენებლობაზე და სოციალური პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც პუტინის აღიარებებს უკრაინასთან დაკავშირებით ერწყმის. ის ცდილობს საზოგადოებრივი განწყობის შეცვლას, რომელიც მის წინააღმდეგ ტრიალდება, ზუსტად ისე, როგორც მის მიერ დაწყებული ომიც მის წინააღმდეგ შემოტრიალდა. და ის ფაქტი, რომ პუტინი, რუსეთის ეგრეთ წოდებული ძლიერი კაცი, რომელიც არასდროს აჩვენებს სისუსტეს არავის, ამ მდგომარეობამდე მივიდა, უფრო დიდი აღიარებაა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა რაც ითქვა, რაც მისი პირიდან გამოდის. რუსეთის ლიდერმა იცის, რომ ომი წაგებულია და ბოლოს მისი პირიდან სიმართლე ისმის. მოდით ავაკვირდეთ იმ საწვავის პრობლემებს, რომლებიც პუტინმა ახსენა. ეს პრობლემები მალე არ გაქრება და პუტინიც ამას ისევე კარგად იცის, როგორც ის, რომ რუსი საზოგადოება მის მიმართ გაბრაზებულია. უკრაინამ შექმნა ბრწყინვალე, გრძელ და საშუალო მანძილზე დარტყმების კამპანია, რომელიც მთელ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავის მიწოდებას აჩერებს. 24 ივნისის ანგარიშში რადიო თავისუფლება რადიო ლიბერტიმ გამოავლინა, რომ სულ მცირე 17 რუსულ რეგიონში ბენზინისა და დიზელის გაყიდვებზე სავალდებულო შეზღუდვები დაწესდა, ხოლო ბევრად მეტმა რეგიონმა დეფიციტის შესახებ განაცხადა. საერთო ჯამში რუსეთის 83 ფედერალური ერთეულიდან 55, რომელშიც შედის ოლქები, რესპუბლიკები და სხვადასხვა სხვა ტიპის რეგიონები, საწვავთან დაკავშირებულ პრობლემებს იუწყება. უკრაინა ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს. იმავე დღეს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა საწვავის პრობლემები აღიარა, ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ დარტყმები მიაყენა სლოვიანსკისა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც უკრაინიდან შესაბამისად 300 და 700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ძლავრი ხანძრები გაჩნდა, რაც რუსეთის მოსახლეობისთვის ამ დღეებში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს ხანძრები მხოლოდ გააუარესებს რუსეთის საწვავის პრობლემებს, მაგრამ არის ერთი რეგიონი, რომელიც ამ ტკივილს ყველაზე მეტად გრძნობს – ყირიმი. რუსეთის ეგრეთ წოდებული ძალაუფლების ყველაზე დიდი სიმბოლო. უკრაინაზე ინგრევა ბრწყინვალე იზოლაციის კამპანიის ფონზე, რომელიც ნახევარკუნძულს, რუსულ მატერიკსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს აშორებს. სხვა რუსულ რეგიონებში დეფიციტის შესახები უცხებიან. ამ უკანონოდ ანექსირებულ ტერიტორიაზე კი საწვავი პრაქტიკულად აღარ დარჩა, გარდა რუსეთის სამხედროებისა და საგანგებო სამსახურებისა. სამოქალაქო პირებს ძირითადად არ გაუმართლებთ, თუ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მიღების იმედით მივლენ. რაც რუსეთისთვის ციხესიმაგრე უნდა ყოფილიყო, სრულფასოვან ტვირთად იქცა. როგორც სტრატეგიულად, რადგან უკრაინა ამცირებს ყირიმის გავლენას პუტინის კამპანიაზე რუსეთის შიგნით, ასევე პოლიტიკურად, რადგან ყირიმი არჩვენებს რუსეთის ლიდერის ნამდვილ სისუსტეს. და არ დაგავიწყეთ პუტინის აღიარება, რომ ადგილზე საქმეები ისე კარგად არ მიდის, როგორც რუსეთს სურს. ეს ძალიან რბილად ნათქვამია. კრიტიკული საფრთხის ანგარიშები მიუთითებს, რომ რუსეთისთვის ამ გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევიდან, რომელიც დონბასის დაპყრობას ისახავდა მიზნად, საუკეთესო შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ მცირე ტაქტიკური წარმატებები კონსტანტინივკაში. ზაფხულის თვეებში ციხესიმაგრეების ხაზის წინააღმდეგ რეალური ოპერატიული წარმატებები არ იქნება. რაც ნიშნავს, რომ რუსეთი იმ რეგიონზე კონტროლის დამყარებასთანაც კი ვერ მივა, რომლის დაპყრობაც პუტინმა სექტემბრამდე მოითხოვა. და ამ წარუმატებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ რუსეთი სხვა ადგილებშიც კარგავს ტერიტორიებს, ისე რომ აპრილსა და მაისში უკრაინას ჯამში ტერიტორიული წინსვლა ჰქონდა, როგორც ამას ISW აღნიშნავს. აი ამას გულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ პუტინის განცხადებები ომის წაგების აღიარებაა. უკრაინას აქვს სრული ინიციატივა ბრძოლის ველზე, ხოლო პუტინს შინ ძალა ეწურება. პუტინი იმედოვნებს, რომ პრობლემების აღიარება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დაარწმუნოს თავის ხალხი თითქოს რაღაცას აკეთებს მათ გადასაჭრელად, მაშინ როცა რეალურად ვერაფერს აჩერებს. და ხომ არ გავიკვირდებათ. მშვიდობის მოლაპარაკებები იწყება სწორედ მაშინ, როცა პუტინი ამ ყველაფერს აწყდება. და ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც რუსეთის ლიდერი აღიარებს. AAU ცხება, რომ პუტინმა გაამჟრავნა, რუსეთმა მიიღო ახალი წინადადება, რომელიც ორივე მხარეს უბიძგებს. შეწყვიტონ შორმანძილზე დარტყმები და სამხედრო ოპერაციები, მხოლოდ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში შეზღუდონ.
ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ეს არის უკრაინის გზავნილი, რომ მზად არის პუტინს მისცეს უკან დახევის შესაძლებლობა, გარკვეული ხიფსებით, რაც შესაძლოა გზას გაუხსნას გასვლას. პუტინი ამ წინადადებებს არ მიიღებს. მან იცის, რომ ვერ მიიღებს, რადგან ეს კიდევ ერთი აღიარება იქნება მისი სრული მარცხისა იმაში, რაც უკრაინაში დაპირებული ჰქონდა. და სავარაუდოა, რომ უკრაინამაც იცის, რომ პუტინი უარს იპყვის. ეს უბრალოდ აძლევს მას შანსს, სანამ გაამკაცრებს ყველა იმ დარტყმას, რომლებმაც პუტინი თავდაპირველად ასე პირდაპირ გახადა. რა თქმა უნდა, პუტინი მაინც შეეცდება ძალაუფლების დემონსტრირებას. მან უკვე დიდი ამბავი ატეხა იმის შესახებ, როგორ უარყოფს ამ ბოლო უკრაინულ წინადადებებს, როცა კიდევ ერთხელ ცდილობს შეცვალოს ნარატივი. მაგრამ ეს ყველაფერი ფარსია. ყოველთვის ასე იყო. უბრალოდ ეხლა ეს რუსებისთვის უფრო ნათელია, რომლებიც საწვავის კრიზისს ებრძვიან და უყურებენ, როგორ იწვის მათი ქალაქების მნიშვნელოვანი ობიექტები. მაგრამ მისი სიტყვები უფრო მეტ სამხელს, ვიდრე მას სურს. ცდილობა იყოს ხალხისთვის ახლობელი და დაარწმუნოს თავის ხალხი, რომ აკონტროლებს იმ პრობლემებს, რაც მისმა ომმა შექმნა, სინამდვილეში პუტინის აღიარება. ის აგებს ომს უკრაინაში. პუტინი გატეხილია, ისევე როგორც მისი ილუზიები. და ყველაფერი, რაც დარჩა, არის რუსეთის განუწყვეტელი დეგრადაცია, სანამ საბოლოოდ უკვე შეცვლილი განწყობა არ გადაიქცევა ისეთ ძლიერ უკუგებად, რომ პუტინი ვეღარ გადარჩება. და როცა ცდილობს თვალი აარიდოს საკუთარი მარცხის ფაქტს, პუტინი იცის, რომ დრონები, რომლებმაც მისი აღიარება გამოიწვია, ყვავაც მოვლენ. რაც აქამდე ვნახეთ, 2026 წელს იყო დრონების ისეთი შტორმი, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მზე ჩამობნელდა. 800,000-ზე მეტი ობიექტი უკვე დაზიანებულია და თუ გსურთ გაიგოთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა მოხდება შემდეგ, უყურეთ ჩვენს ვიდეოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომდევნო მასალები უკრაინის ომზე. მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.